ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, საღამო მშვიდობისა, ეს არის პროექტი პირველები, რომელსაც ყოველ პარასკევს ტელეკომპანია პირველის თოქ-შოუების წამყვანები წარმოგიდგენთ. ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია. დღეს ჩვენი სტუმარია მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც მსგავს ფორმატში პირველად მონაწილეობს, როცა ის 4 ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხებს სტუდიაში. ლევან მურუსიძე, მოსამართლე, რომელსაც არაერთი სკანდალური და გახმაურებული საქმე განუხილავს და რომელსაც ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ. სასამართლო სისტემა ორი მთავრობის პირობებში. ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების და ლევან მურუსიძე, რომელიც ორივე ძალის მმართველობის დროს სასამართლო სისტემაში რჩება. ახლა უკვე უვადოთ. ვინ არის ლევან მურუსიძე და რას წარმოადგენს დღევანდელი სასამართლო? სტუმარი ჩვენ სტუდიაში, ინტერვიუ სულ რამდენიმე წუთში. საღამო მშვიდობისა, 2007 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებით 6 თვით შეუმცირა სასჯელის ვადა გია ალანიას და კუდის კიდევ 3 ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ 2006 წლის თებერვალში 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის. 2008 წელს აღნიშნულ პირებს სასჯელის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებითაც შეუმცირდათ სასჯელი, საბოლოოდ კი მალევე სასჯელ აღსრულების დაწესებულება ეგრეთ წოდებული უდოს კომისიის გადაწყვეტილებით დატოვეს. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა და შეშფოთება გამოთქვა ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის სასამართლოს მოქმედებაზე. სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე საქართველოს 50,000 ევროს გადახდა დააკისრა. იმავე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 12,000 ევროს გადახდა დააკისრა გიორგი მიქიაშვილის საქმეზე, რომელიც 2005 წელს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, თუმცა კანონით გათვალისწინებული 24 საათის ნაცვლად მოსამართლე ლევან მურუსიძემ ამ საქმეზე ექსპერტიზა 50 დღის შემდეგ დანიშნა. სულხან მოლაშვილის საქმე. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოლაშვილს 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმე უზენაეს გადაეცა. 3 წევრიან კოლეგიაში ერთ-ერთი წევრი იყო ლევან მურუსიძე. კოლეგიამ ქვედა ინსტანციების გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა, ნუნუ კვანტალიანი იყო და ის ამბობდა, რომ მოლაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლომ არსებითი დარღვევებით განიხილა, ამიტომ განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და ხელახლის შესწავლისთვის უნდა დაბრუნებულიყო. მოლაშვილის საქმე სტრასბურგმა განიხილა 2014 წელს, საქართველოს თავადვე აღიარა მოლაშვილის უფლებების დარღვევა და სახელმწიფოს ჯარიმა 20,000 ევრო დააკისრა. საინტერესოა ეგრეთ წოდებულ მეამბოხე მოსამართლეების საქმეც. პირობითად ტურავას და სხვების საქმე თუ როგორ აეკრძალათ მეამბოხე მოსამართლეებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება უპირისპირდებოდა საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის დისციპლინარული პასუხისმგებლობა, როგორ დააკისრა პირველ რიგში ამ კოლეგიამ მოსამართლეებს და როგორ აეკრძალათ მათ მართლმსაჯულების სისტემაში პოზიციების დაკავება. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა 2006 წელს უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო პალატამ, რომელშიც შედიოდა ლევან მურუსიძე. ამ საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით სოლიდური ჯარიმა დაეკისრა სახელმწიფოს 20,000 ევრო. ლევან მურუსიძე დღეს თავს მაშინდელი სისტემის მსხვერპლად აცხადებს, თუმცა არის თუ არა ის მხოლოდ მსხვერპლი და არა მინიმუმ თანამონაწილე, როცა ამდენ საქმეზე, რომელშიც ის მონაწილეობდა, ამხელა ჯარიმები დააკისრა სტრასბურგმა სახელმწიფოს. ესა ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა. ტურავა და სხვა ეგრეთ წოდებული მეამბოხე მოსამართლეები, სანდრო გირგვლიანი, სულხან მოლაშვილი, გიორგი მიქიაშვილი. ამ გვარებს ქვეყნის გარეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება და ქვეყნის შიგნით მოსამართლე ლევან მურუსიძე აერთიანებს. ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გამწესდა 2018 წლის 27 დეკემბერს.
ვიდრე საპენსიო ასაკამდე. საკუთარ თავს სასამართლო სისტემის ლიდერს უწოდებს. სწორედ მურუსიძესთან კონტექსტში თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს. ისმის შეკითხვა, როგორ ხდება, რომ ცუდი საქმეების ჩამდენები დღეს უცებ კარგი საქმეების ჩამდენებად იქცნენ. მოსამართლეთა კორპუსი თითქმის არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ხელისუფლება. ანუ პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას. თეორიულად დაუშვათ, რომ ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა. ასეთ ვითარებაშიც კი სისტემის მსახურებაში მხილებულთათვის სისტემის მინდობა რამდენად კარგი გადაწყვეტილებაა. ოცნება კონკრეტული ვადითაა არჩეული, მოსამართლეები კი უვადოდ ინიშნებიან. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. არავითარი კლანი სასამართლოში არ არსებობს. მე ვარ ლევან მურუსიძე, ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ქვია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა. ეს ლევან მურუსიძის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ უსამართლოდ ჩაგრავენ და იუდად წარმოაჩენენ. როგორ გადაწყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის დილემას? როგორ უყურებს პოლიტიკურ განხეთქილებას სასამართლოს თემაზე, რა იცის ნინო გვენეტაძის წასვლაზე და ვინ არის თავად ლევან მურუსიძე? წარსულში მსხვერპლი თუ ყველა დროში კარგი შემსრულებელი? ამ ეტაპისთვის ფაქტია, რომ როდესაც ვინმეს შეფასებისას უნდა ყველაზე ცუდი რამ თქვა სასამართლოს შესახებ, ამბობს, რომ ეს არის მურუსიძის სასამართლო, მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის სასამართლო. ამგვარებმა ჩვეულებრივი ზედსართავი სახელების ფუნქცია იტვირთა და სალანძღავ სიტყვა წყობად იქცა. თუმცა მათ, ვინც ამგვარებს ატარებენ, პრობლემა არ აქვთ განაგრძონა არა მხოლოდ ბრძოლა პოზიციებისთვის, არამედ მთელი სისტემის კონტროლისთვისაც. მათ აქვთ ძლიერი ზურგის ქარი, რომელმაც ამ ადამიანებს მოუტანა ლოიალური შეფასება, მსხვერპლები და მისამწვანე იმისთვის, რომ დარჩნენ სისტემაში, მოირგონ უვადო მანტია და ემსახურონ კაცმა არ იცის რას. მოსამართლე, რომლის გვარი ყველაზე ხშირად გვესმის, უარყოფით კონტექსტში. მოსამართლე, რომელმაც ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე განიხილა. მოსამართლე, რომელიც უვადოდ განამწესეს. მოსამართლე, რომელიც თავს სასამართლოს ლიდერს უწოდებს. სასამართლოს ლიდერი ვარ მე, ლევან მურუსიძე. მოსამართლე, რომლის კარიერას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ამძიმებს. მიქიაშვილის საქმე სტრასბურგში. გააჭიადურეს აღარ საქმის მოტანა, როცა მოიტანა საქმე გამოძიებამ, დაავიხიდე 24 საათში და დავადმოყოფილი. გირგულიანის საქმე სტრასბურგში. ლელები, რომელსაც მოკლე სადრო გირგულიანი, ციხეში ჩავში მე. მოლაშვილის საქმე სტრასბურგში. მე რა გადაწყვეტილებას მივიღე, მიმაჩნია რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი. ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და ლევან მურუსიძე. ეს განწყობილია ისე როგორც მე კვეთრად რომ ყოველგვარი გავლენისაგან გაათავისუფლოს სასამართლო. რას წარმოადგენს დღევანდელი სასამართლო და მოსამართლე, რომელიც თავს ამ სისტემის ლიდერად მიიჩნევს. საქართველოში პირველად არსებობის მანძილზე სასამართლო ყალიბდება როგორც ხელში. დღეს პირველებში უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე პირველად მსგავს ფორმატში 4 ჟურნალისტის პირისპირ საღამოს 8-ზე. მე ვიცავ ყველას ვიცავ, სულ ყველას ვიცავ. შეკრება საქართველოს დასაცავად ივანიშვილისა და სააკაშვილისგან. მათ ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს თვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილის, სააკაშვილის დაპირისპირებისაგან, შემოგვიერთდით. დაიცავი საქართველო მხარდამჭერებს ფილარმონიაში უხმობს. დავით მაღრაძე სტუმრად დღეს საღამოს 8-ზე. პირველები 4 წამყვანი: ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ნინო შიშილაშვილი, ვახო სანაია. კვირის ბოლოს ტელეკომპანია პირველის ტოქ-შოუს წამყვანები ერთად ერთ სტუდიაში. ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. საღამომშვიდობისა ბატონ ლევან, მადლობა რომ მომძანდით ჩვენთან და მზად ხართ უპასუხოთ. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. კითხვებს. აი ნამდვილად არ ვიცი, მართალი რომ გითხრათ კიდევ რა შეიძლება აინტერესებდეს მაყურებელს თემაზე, რომელთან დაკავშირებითაც ამდენი ხანია უკვე თითქმის ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ რა კი ხართ უვადო, რა კი გაგვთ ის ტვირთი, რომ
აი თქვენი სახელი ერქვას ნეგატიურ კონტექსტში ამ პროცესს, ხო? ერთ-ერთი ხართ მათგანი. თუ შეიძლება პირველ რიგში გაგვიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება, თუნდაც ემოციური აღქმა, როდესაც ასეთ სიხშირით გესმით თქვენი გვარი. ასეთ ნეგატიურ კონტექსტში, აი რას ფიქრობთ ხოლმე, რა განწყობა გეუფლებათ ხოლმე და რა გინდებათ ხოლმე, ან იქნება აღარაფერი გინდებათ საერთოდ? ზოგადად ეს მარტივი არ არის. რთულია ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც, მაგრამ თავარი არის ის, რომ მიმაჩნია, რომ სანამ მე ყველა კითხვას პასუხს არ გავცემ და რეალურად სანამ არ მექნება იმის საშუალება, რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ხო, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩემს წინამდებ მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ყველა პოლიტიკური ძალა იქნება თუ სხვა ცდილობს, რომ ჩემს ხარჯზე მოიპოვოს რამ დივიდენდები და შესაბამისად ჩემი აქ მოსვლა გადაცემაში განაპირობა იმან, რომ 4 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ გადაცემებში ზოგადად ძალიან კრიტიკულები არიან ჩემს მიმართ, მზადა ვარ, რომ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი და შესაბამისად საზოგადოებაც დაინახოს და გაარკვიოს სად არის სიმართლე. ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, იქნებოდა თუ არა ასეთი მძაფრი რეაქცია თქვენს უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით, თქვენს გავლენებთან დაკავშირებით, რომ არ იყოს თუნდაც ის ცნობილი საქმეები ჩვენს წინაშე, რაზეც სტრასბურგს აქვს უზარმაზარი ჯარიმები ჩვენი სახელმწიფოსთვის დაკისრებული. სანდრო გირგვლიანის და გოჩა ენუქიძის საქმე 50,000 ევრო, ტურავას და სხვების საქმე 20,000 ევროს ეკვივალენტი ლარში. სულხან მოლაშვილის საქმე 20,000 ევროს ეკვივალენტი ლარში, გიორგი მიქიაშვილის 12,000 евро, პაატაროს ტომაშვილი 3,600 евро. რა მინდა რომ მკითხოთ, მაშინ როდესაც სტრასბურგს აქვს ძალიან მძიმე დასკვნა დაწერილი. მაშინ როდესაც სტრასბურგს აი ამ ჩამოთვლის საქმეებთან დაკავშირებით ასეთი სანქციები აქვს სახელმწიფოსთვის დაწესებული. თქვენ ფიქრობთ, რომ არაადეკვატურია ის რეაქციები, რომელიც თქვენს მიმართ აქვთ ოპონენტებს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოების ძალიან ბევრ წარმომადგენლებს. აი მოდით საზოგადოებისთვისაც რომ გასაგები იყოს და რეალურად სად არის სიმართლე გავარკვიოთ, დავიწყოთ და თუ გდებათ, მიუხედავად იმისა, რომ წერია რომ კონსტიტუციაში რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე აგარიში მოეთხოს, მე ჩემი დებით მზადა ვარ რომ ვისაუბროთ ამ საქმეებზე. მე ამ საქმეებზე რამდენჯერმე ვისაუბრია, მაგრამ ეხლა ვეცდები ევროპაში მე დაგისახელებთ ჩვენზე გაცილებით დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სადაც ჩვენზე გაცილებით მეტ საქმეებს აგებს, თუნდაც გერმანია, თუნდაც დიდი ბრიტანეთი. იქ ასეთი კითხვები ერთი და იგივე მოსამართლე ბატონო ლევან. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ერთი და იგივე მოსამართლე შეიძლება 4 დიდი საქმე, 4 პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმე კონდეს წაგებული და მას კიდევ კონდეს უფლება რომ ან როდესაც მაგალითი მოკავთ მაგალითად ასეთი მოსამართლე გითხარით, ვინც 4-ჯერ გაამტყუნეს და 4-ჯერ მაინც უვადო მანტიას სირგებს და მაინც სასამართლო სისტემის ლიდერს უწოდებს თავს. ხო, ბძადებით, ხო? მე თქვენ ნებისმიერ შეკითხვას უპასუხებ, მაგრამ უბრალოდ მომეცით საშუალება რომ დავიწყო. კი ბატონო, მაგრამ ჩვენც დაგვხვდეთ ნება რომ როდესაც თქვენ რაღაცა სიტყვით ხომ იმ კონკრეტულ თემაზეც გამოვიხმაურეთ. მე გეტყვით რომ გითხარით რომ ამას ჩემს გასამართლებლად კი არ ვიძახი რომ გავმართლდე ამაში. მე უბრალოდ გითხარით ფაქტი რომ ევროპის ქვეყნებში დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია საქართველოს გაცილებით მეტ საქმეს აგებდა. და ას ჩემ გასამართლებლად არ გითხოს. ეხლა რა გითხარით, ხო? რა გითხარით? მაშინ სავალს ვაკეთებ, ხო შეიძლება თქვა. დავიწყოთ გირგვლადის საქმესთან დაკავშირებით. გირგვლადის საქმესთან ვიდრე დავიწყებთ, აი რადგან ახსენეთ, შემიძლია არ გამოგეხმაუროთ. შესაძლოა ნებისმიერი ქვეყნის მოსამართლემ შემდეგ სტრასბურგში წააგოს საქმე. შესაძლებელია, ამაზე არ ვდავობთ ჩვენ, ეს ხდება, კი ბატონო, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რა мотиваცია არსებობდა ამ საქმეში და მოსამართლემ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულებულიყო. აქ პრეტენზია არის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და აი ეს გვაინტერესებს. ამიტომ მხოლოდ სტატისტიკა რო სხვა ქვეყანაში ასე ხდება, ეს არ არის საკმარისი. მე გითხარით ფაქტი. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულ საქმეებზე. სანამ გადავალთ კონკრეტულ საქმეებზე, კი, გირგვლიანით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ სანდრო გირგვლიანის ტრაგედია, ის მძიმე დანაშაული, რომელიც მოხდა და რომელმაც გაანადგურა მთელი მისი ოჯახი, იყო რეალურად მთავარი მიზეზი, რის გამოც წელში გადაწყდა სააკაშვილის ხელისუფლება. მე
უბრალოდ წავიკითხავ, მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რას ამბობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომ სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების, მათ შორის ადგილობრივი სასამართლოს მიერ პროცესის არასწორად წარმართვისგან გამცხადებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მტკიცებულებას, 14 მტკიცებულებაზეა საუბარი, რომელიც საქმის ხერხემალს წარმოადგენდა. ეს მტკიცებულებები ორიგინალის სახით სასამართლოს ხდომაზე არასდროს გამოქვეყნებულა. არც შეჯიბრობითობის პრინციპის სახით გამოკვლეულა. ვრცელი არის ეს დასკვნა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მაშინ, როდესაც სანდრო გირგვლიანის ოჯახი, როდესაც მისი დედა ეძებდა სამართალს და ოჯახმა მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეში, კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე იყავით თქვენ და გირგვლიანის ოჯახი უკვე მიღებული განაჩენის გაუქმებას და ხელახლა გამოსაძიებლად საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას მოითხოვდა, მაგრამ თქვენ საქმე მიიჩნიეთ სრულყოფილად გამოძიებულად, არსებითი დარღვევები ვერ აღმოაჩინეთ იმ უბედურებაში, რაც იყო სახეზე და გირგვლიანის მხარის არც ერთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ეხლა გეტყვით რატომ არ არის სწორი? ხო შემიძლია ხარ? როგორ არ არის სწორი? ფაქტია, რომ ეს ასე იყო. არა, აგიხსნით, არა. ანუ ევროპის სასამართლოს ედავები. არა, არ ვედავები ევროპულ სასამართლოს. აბა ვის ჩვენ? ხო შეიძლება რომ გიპასუხოთ. 4 ბრძანდებით და მე არ შემიძლია 4-ს ვისაუბროთ. ახან კითხვა დამისვით, ვეცდები რომ პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ჩემზე არაკეთილსიძისერს იძახიან იმის გამო, რომ მე გირგვლიანის საქმეში ძირითადად, ხო, გირგვლიანის საქმეში მაქვს. კი ბატონო, ყველას უპასუხებ, მაგრამ გირგვლიანის საქმე არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც ჩემზე ექნება შტაბეჭდილება. ჯერ ეს ერთი მოკლედ რომ ხალხი რო არ გადააღონო მარტივად რო აუხსნა, გეტყვით რომ ის 14 მტკიცებულება, რომელზეც არის საუბარი, სისხლის სამართლის საქმეში არ იყო და სტრასბურგმა მოითხოვა ეს 14 სისხლის სამართლის მტკიცებულება და სტრასბურგსაც არ წარუგინა პროკურატურა. ამიტომ რაც საქმეში არ იყო, ეს 14 მტკიცებულება ვერ იქნებოდა. ანუ სტრასბურგმა მოითხოვა, არა, გეტყვით სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ქალბატონო ინგა წერია რომ ეს 14 მტკიცებულება ჩვენ მოვითხოვეთ და როდესაც საქართველოს სახელმწიფო არ წარუდგინა ერთხელ, არ წარუდგინა ორჯერ და მესამეზე რო წარუდგინა, იმის ნაცვლად რომ ეს მტკიცებულება ყოფილიყო საათნახევრიანი, იყო სულ 68 წამი. ამაზე 38 მუხლის დადგენა დარღვევა დაუდგინა საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ, მანაც მტკიცებულება გადაწყვეტილებაზე. ეხლა ჩემს კარგი, ეხლა გადავიდეთ ჩემს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ იმის თუ კი არ გვითხოვს უარი, რომ ეს დაუსაბუთებელი იყო და გამოძიება რეალურად სრულყოფილად იყო წარმართული. დღესაც კი თუ პროკურატურა არ წაუყენებს ბრალს კონკრეტული მიხულით ადამიანებს, თქვათ, ხო? შესაბამისად სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისით ჩაატაროს გამოძიება და შესაბამისად ის პირები მისცეს პასუხისმგებაში ან გამოიტანოს იმ პირების მიმართ გადაწყვეტილება, ვისაც არ ედავება პროკურატურა. ეს ერთი. ეხლა მეორეს გეტყვით. ხომ შეგეძლო დაგებრუნებინათ ქვედა ინსტანციას. არ შემეძლო. საქმე ბატონო. გეტყვით ახლა არ შემეძლო. გეტყვით რატო არ შემეძლო? კიდევ გითხართ რატო არ შემეძლო? ზოგადად თქვენ სულ ამბობთ. გეტყვით არ შემეძლო. მარცხა სისხლის სამართლის პოლიტიკა იყო მკაცრი. და თქვენ ამ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებით. როგორ მოხდა რომ ეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა არ გავრცელდა მხოლოდ გირგვლიანის კვლევობაშიც არ არიან ის რეჟიმიდან სხვათა შორის. და კიდევ უფრო ამძიმებს ამ თემას დიანა ერთი დეტალი უკაცრავად რომ სწორედ ლევან მურუსიძის მონაწილეობით კოლეგიამ აი 4-ვე ადამიანს შეუმცირა სასჯელი 6 თვით. ანუ ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სანდრო გირგვლიანის არა აქ კანონით გამართლება ცოტა გაუგებარია ამ საქმეში და ზოგადად. მინიმუმ თუ რაღაც არ გაძლევდათ საშუალებას რომ მიგეღოთ სხვა გადაწყვეტილება, თქვენ შეგეძლოთ რომ გადასაჭირებინათ საკონსტიტუციო სასამართლოში. რეალურად როგორ არის იცით სასამართლოში როგორ არის რომ როდესაც ადამიანს რაღაცას აბრალებენ, მასაც უსმენენ ხოლმე რომ ორივე მხარის პოზიცია უნდა მოისმინო და შესაბამისად ჩემი თხოვნა იქნება რომ იქნება აგიხსნით ყველაფერს გიპასუხებთ. კარგით, პირველი რატომ მოვაკელი 6 თვე? გინდებათ ამაზე პასუხი გაგცეთ. ბრძანეთ. იმიტომ მოვაკელი 6 თვე, სხვათა შორის თვითონ შავა შავგულიძებაც ბრძანა ერთ დებატში 6 თვე რომ მოვაკელი ეს სწორი არისო. იმედის ეთერში, როდესაც მე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შვენიერაძეს ვესაუბრებოდი, იმანაც თქვა რომ 6 თვის მოკლებაზე ჩვენ პრეტენზია არ აგვაქვს და ეხა აგიხსნით რატომ. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც კონკრეტული მუხლი, რომელიც ითვლებოდა დანაშაულად, თქვა რომ ის არ არის დანაშაული. მის ჯილი ქონდა მას გარკვეული წელი ამ მუხლით, შესაბამისად მუხლი, რომელიც იყო დანაშაული და მის ჯილი ქონდა გარკვეული სასჯელი და რომ აღარ არის დანაშაული, რომ აღარ იქნება დანაშაული და გამოაკლო სასჯელი.
ამაზე არ მედევება არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ჩალვაშაბურიძეს ამაზე პრეტენზია არ გედეობა ქონია. სტრასბურგი მაგას საჯელზე არ დაობს. სტრასბურგის გადაწყვეტილებას თქვენ სტრასბურგი ამბობს, სტრასბურგი თუ ამბობს, რა თქმა უნდა, ბატონო, არაერთხელ თქვენ თუ გაქვთ წაკითხული, სწორედ იქიდან მინდა წაკითხოთ. ჩემმა პასუხმა 6 თვეზე დაგაკმაყოფილად? არა, მეორე კითხვები გვაქვს. 6 თვე რომ დავაკედი, სწორად გავაკეთე თუ არა, მან დაგაკმაყოფილად? თქვენ ფიქრობთ რომ სწორად გააკეთეთ ადამიანები რომლებიც სანდრო გირგულიანის როდესაც არა ერთი წუთით რა უკაცრავად როდესაც ადამიანები იყვნენ პატიმრობაში და საუბარი არის არც მეტი არც ნაკლები იმ დანაშაულზე რომელსაც ქვია სანდრო გირგულიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული ამ ადამიანებისთვის პატიმრობის ვადის შემცირება სასჯელის 6 თვით შემცირება ძალიან ბევრ კითხვას იწვევს და პირველ რიგში იწვევს იცით რა კითხვის ნიშანს თქვენ დაემორჩილეთ თუ არა ვინმეს მითითებას თქვენ იყავით თუ არა თანამონაწილე აი იმ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების გეტყვით რას გულისხმობ ჯერ მოხდა 6 თვით ამ ადამიანებისთვის სასჯელის შემცირება და შემდეგ მაშინდელი პრეზიდენტის მხრიდან იცით ვამბობ მაგას რომ განხორციელდა თქო პრეზიდენტის მხრიდან არ დამამთავრებდა აი ამას გულისხმობ ერთი წამით დიანასაც და დიანა ბოდიშს მოგიხდი აი ნინომ თქვა ეხა ზუსტად ის ერთ წინადადებაში ჩაატია რაც მე წეგან შეკითხვის სახით დაგისვით ანუ ერთი გეგმის ნაწილი ხომ არ იყავით თქვენი 6 თვიანი შემცირებით შემდეგ პრეზიდენტი მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებით ანუ პოლიტიკური გეგმა იყო თუ არა ეს მოდი 6 თვე რომ ამოწუროთ ეხლა რობაქიძის საქმის განხილვა მოხდა სასამართლოში ნუ გადავოთ არა გეტყვით აგიხსნით 6 თვეზე მჭირდება რომ აგიხსნათ როდესაც მოსამართლემ მიუსაჯა გარკვეული წელი იცით რამდენი წელი მოაკლო ამ ესასჯელები 2 წელით შემომცირდა სასჯელი რატომ იმიტომ პარლამენტმა გამოიტანა ამინისტია და თქვა ვისაც 2012 წლამდე აქვს ჩადენილი დანაშაული რასაც მიუჯი დანიშნული სასჯელი უნდა შეამცირო 1/4-ით მოსამართლემ ამ შემთხვევაში ვალდებულია რომ აუცილებლად შეუმციროს ეს სასჯელი მიუხედავად მაგრამ რატომ არ ამიტომ საქმე რატომ არ გააბრუნებს ანუ შევთანხმდეთ რომ როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი დეტალებზე არ დავთ იმაზე ამ საქმეზე საქართველოში არ იყო სამართლიანი მართლმსაჯულება და თქვენ იყავით ამ მართლმსაჯულების ნაწილი არა რა მოწურა არაფერი შუაში არ არის ეს 6 თვე ბატონევან და სტრასბურგის გადაწყვეტილება უამრავი რამ ხო მაშინ ეხლა ჩაბრუნდება ხო არა არაფერ შუაში არ არის თქო სტრასბურგის გადაწყვეტილება ამ თვესთან დაკავშირებით. აქ მთავარი მოთხოვნა იყო რომ საქმე უკან უნდა დაბრუნებოდეს. აი კი, ოღონდ რაღაც უნდა ვთქვა ჯერ. აი სასამართლოში ხომ ადამიანების ხეთხართ. გასაგებია კანონით ხელმძღვანელობთ და ხეთხართ ადამიანები. თქვენ ახლა იმიტომ ხართ აქ მოსული რომ განმარტოთ არა მხოლოდ კანონის რაღაცა დეტალები, არამედ ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით ილაპარაკოთ, ხო ასეა? გამოძიების ეტაპზე საქმე არ იყო კარგად გამოძიებული. პირველ ინსტანციასთან პრეტენზიები აქვს და თქვენ იზიარებთ, ხომ? რაღაც ნაწილში მაინც ამ პრეტენზიებს. მეორე ინსტანციასთან დაკავშირებით და თქვენთან მოვიდა საქმე, რომელიც არ იყო გამოძიებული. ხო ასეა? რა კარგი კითხვა არის, მაგრამ ძალიან მარტივია პასუხი. აბა მითხარ. ეს არის თქვენი კითხვა არის ძალიან ლოგიკური, მაგრამ ადამიანები რო გაიგონ, მე აგიხსნით. საქმე რომელიც სუდად იყო გამოძიებული, პოლიტიკურად მოტივირებული, მოვიდა თქვენამდე. თქვენ როგორც მოსამართლემ, რომელიც არის ადამიანი, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. რა გააკეთეთ იმისთვის რომ მართლმსაჯულება აღსრულებულიყო? რა გავაკეთე? სასამართლოს არ ქონდა უფლება, როგორც კომუნისტების დროს რო იყო პერიოდი, როდესაც უხარისხოდ არის გამოძიებული, საქმეს ადრე აბრუნებდნენ დამატებით გამოძიებაში. სასამართლოს ეს უფლება არ აქვს. სასამართლოს ეს გაეკეთებინა უფლებამოსილების გადამეტება იქნებოდა მოსამართლის მიერ დანაშაული. ანუ პროკურატურამ ეს გამოუძიებელი საქმე შემოიტანა სასამართლოში და თქვა, მე ამ 4 პიროვნებას ვედავები მხოლოდ წაყენებული აქვს მუხლები, სასამართლომ კეთილინებოს ან გაამტყუნოს, ან გაამართლოს. ეხლა რა ხდებოდა კასაციაში? ერთ-ერთმა დეპუტატმა ისიც თქვა რეალურად რომ კარგი მაგაზე მე ჩაბრუნებას საჯელი მეტი რატო არ მისცაო მაგაზეც გეტყვით საჯელი მეტი რატო არ მივეცი და რატომ არ შემეძლო რომ უფრო მეტი საჯელი მიიმეცა რის საფუძველზე არ შეგეძლოთ უკან დაბრუნება ეს ვერ გავიგე გეტყვით ახლა რის საფუძველზე არ შემეძლო სისხლის სამართლის პროცესში იყო ესეთი მუხლი რეალურად რომ როდესაც საქმეს აბრუნებ დაზარალებული სანდა პროკურორის საჩევრის საფუძველზე დამძიმების კუთხით არის ორი კუმულატიური პირობა უნდა იყოს ისე იგი გითხარით რა, ნუ გავართულებთ რა. არ ქონდა გასაჩივრებული პროკურატურას და დაზარალებულს.
როგორ იყო მოთხოვნა იყო უკან დაბრუნება? არა, გეტყვით. მოთხოვნა იყო უკან დაბრუნება. იქ იყო, მაგრამ უყურეთ რა ხდება. მოთხოვნა იყო უკან იყო უკან აბა რატომ არ დაბრუნება. ქონდა უფლება რომ ეს მოთხოვნა დაგეყაყოფილებინათ? იმიტომ რომ დაზარალებულს არ ქონდა გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ანუ აპელაციაში არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი და თუ აპელაციაში არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი და შემდგომ კასაციაში ითხოვს ამას დაზარალებული და რო დამერღვია კანონი და ჩამებრუნებინა, აპელაციაში აღარ დახვდება დაბრუნება რომ შეუძლებელი ყოფილიყო ევროპის სასამართლო არ დაადანაშაულებდა სასამართლოს. კარგი გითხავთ როგორ არის ასევე ნახეთ რა ხდება უკაცრავად უფრო მეტიც ამბობს ეს დასკვნა ევროპის სასამართლოს გარდა იმისა რომ შიდა სასამართლოებმა ანუ თქვენს ჯეროვნად არ გამოიკვლეს ზემოხსენებული 14 მტკიცებულება მათ ასევე უგულებელ ყოლს განცხადებელთა მრავალრიცხოვანი შუამდგომლობების საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის პირდაპირ მნიშვნელობის მქონე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების შესახებ რა თქოს მეტი სასამართლომ რომ თქვენ თქვათ რომ შეგეძლოთ თქვენ ხელთ არსებული ბერკეტი გამოგეყენებინათ კეთილსინდისიერი მოსამართლის სტატუსის შესანარჩუნებლად. მაყურებლისთვის რომ ცალსახა იყოს, მე შევთავაზე არასამთავრობო სექტორს, რომ დამეწერეთ გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ადგილზე რო ყოფილიყოთ, ჩააბრუნებდით საქმეს ქვემო ინსტანციაში. 3 წელი გავიდა საერთოდ ვერ წერენ. აი მე ხომ იურისტი არ ვარ. ასეთი კანონების პირობებში რა გიღირდათ მაშინ? აი ესეც ხო თემა. ბატონლევან, აი თუ შეიძლება, რატო გიღირდა? კიდევ გითხრა. კი, აი ზუსტად ამაზე მინდოდა ეს ლოგიკა იყო ახლა ჩვენ საუბარში. თქვენთან მოვიდა საქმე, რომელიც წაიკითხეთ, და თქვენ იცოდით. რომ ეს საქმე იყო გამოძიების ეტაპზეც გაფუჭებული სასამართლოს პირველ ინსტანციაზეც მეორე არა ნახეთ თქვენ რა თქვით მოგვიანებით ჩემ მაგივრად მეორე მურუსიძე მოვა და რა მნიშვნელობა აქვს ანუ რა გამეკეთებინაო ანუ აქ მთავარი მურუსიძე იყო თუ ის ოჯახი რომელიც განადგურდა პრაქტიკულად აი ამ ამბის შემდეგ ნახეთ რა მინდა გითხოთ ჩვენ ვინ განვაწესეთ უადოდ სასამართლოში ანუ ჩემი საქმე რომ მოვიდეს ერთ გითხრათ გიპასუხებთ მე უნდა მქონდეს თუ არა ლევან მურუსიძის იმედი ეხლა გიპასუხებთ ჯერ ესეთი რაც მოხდა გამოძიება რომ ცუდად იყო ჩატარებული მურუსიძის ბრალია თქვენთან მოვიდა არა გასაგებია მაგრამ მაშინ უნდა ვთქვათ ესეთი რაღაც თავისი წილი პასუხისმგებლობა არის როცა გამოძიება ცუდად არის ჩატარებული ამაზეც წერია სხვადასხვა როდესაც არ არსებობს პროკურორის საჩივარი არ არსებობს დაზარალებული საჩივარი მოსამართლეს თვითონებურად იმის გამო რომ თვითონ რაღაც მიაჩნია საქმეში გადაწყვეტილებას ვერ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ თქვა ესეთი რაღაც საბოლოო ჯამში თქვა რეზოლუციაში რომ წაიკითხავთ რომ რეალურად სახელმწიფო გააკეთა ის რომ არასათანადოდ გამოიძია და ვიღაცებს დააფარა ხელი რეალურად არასათანადოდ გამოიძია რაც შეეხება სასამართლოზე თქვა რომ სასჯელი კი ბატონო პატარა იყო მაგრამ სასჯელს დავანებოთ თავი, მაგრამ სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს დანიშნული სასჯელის არასრული იყო. ბატონლევან, პირველი და მეორე ინსტანცია ცუდად მოიქცა და უზენაესი კარგად მოიქცა. სასამართლოებიო. თქვენზეც არის. გასაგებია, არ არის. ერთად ხმა შეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. ეს ხომ წერია და ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ გირგულიანის საქმეზე? კანონიერი გადაწყვეტილება მივიღეთ. და რატომ გაგამწყნოთ სტრასბურგმა? სტრასბურგმა არ გაგამწყნოთ. ანუ კანონიერი თუ კანონიერი და უსამართლო. თქვენ ახლა მაყურებელს თვალებში უყურებთ, აი ეს კამერა მუშაობს თქვენზე და ეუბნებით რომ სტრასბურგმა თქვენ არ გაგამწყნოთ. აი უყურეთ რა ხდება. არა, მითხარით, ესე იგი თქვენ სტრასბურგმა არ გაგამწყნოთ. მითხარით და ბარ ბოლკელებს ვარ დამადებდა. კი პასუხობთ. მომისმენთ, პასუხობთ. სტრასბურგმა თქვა, რაც წაიკითხე ხა ინგამ, თქვა რომ სასამართლო მე როდესაც თქვენთან პირდაპირ ეთერში იყო გადაცემა და ანადოლიძე და ჯანეზაშვილი მისვოდა შეკითხვებს. დამისვეს ეს შეკითხვაც და უთხარი. 17 პუნქტი აქვს ჩამოთვლილიო სასამართლოს რა პრობლემა აქვს. ერთ-ერთი მითხარი, რომელიც ესადაგება უზენაეს სასამართლოს. ვერცეთი ვერ მითხრა, რომელიც ესადაგება უზენაეს სასამართლოს. არასამთავრობო თქვენს ეთერში იყო. არასამთავრობო სექტორს უთხარი. რაში გაგამწყნოთ სასამართლომ, ეს მაინტერესებს. აი ამაზე პასუხი თქვენთვის თქვენი მხრიდან არის, რომ სასამართლომ თქვენ არ გაგამწყნოთ სტრასბურგმა. კარგით, მაშინ გიპასუხებ თუ მომწევთ საშუალებას. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს საქმე იყო არასრულყოფილად გამოძიებული და შემდგომ
მიუხედავად იმ სასჯელის რაც ხონდა მისჯილი და ეს სასჯელი იყო არასაკმარისი, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ ამათ ვადაზე ბრალდებულებს ვადაზე ადრე დაეტოვებინათ. რეალურად არასრულყოფილად გამოძიებულ საქმეზე განაჩენი გამოიტანეთ, ბატონ ლევან. ეს სამართლიანი გადაწყვეტილება. არასრულყოფილად არის გამოძიებული საქმე. ანუ ესაც არასრულყოფილად გამოძიებული საქმე რომ მოვიდეს თქვენამდე, თქვენ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ და ჩათვლით რომ ეს არის კანონიერი. არა, გეტყვით, როდესაც პროკურატურას მოაქვს არასრულყოფილად გამოძიებული საქმე, არის ორი ვარიანტი. თუ არის არასრულყოფილი და არ დადგება გამოტყუნებელი განაჩენი, უნდა გავამართლო. თუ დადგება გამოტყუნებელი განაჩენი, უნდა გავამტყუნო. ამიტომ პროკურატურის პასუხისმგებლობის გადაბრალება ლევან მურუსიძეზე მიმაჩნია, რომ რა განცდა ქონდათ უკაცრავად. აი როცა გირგულიანის საქმეს გაეცანით, შინაგანად ქონდათ თუ არა განცდა, რომ აქ ძალიან დიდი უსამართლობა ხდებოდა. აი როგორც მოსამართლე. მე შეიძლება მიმაჩნდეს, რომ მოცემულ საქმეზე შეიძლება და წაყენებული უნდა ყოფილიყო, თქვა მკვლელობის მუხლი დაუშვათ. და ასევე მიმაჩნდა, რომ შეიძლება სხვა პირები უნდა ყოფილიყო და პასუხისმგებლობაში მიცემული, ხო? მაგრამ რა ბერკეტი აქვს სასამართლოს, რომ ეს გამოასწოროს. მაშინ უნდა ვთქვათ, შეუძლია თუ არა სასამართლოს რეალურად გადაუკვალიფიციროს და უფრო მძიმე მუხლით დაძოს ჯავრი. შეგეძლოთ თუ არა განსხვავებული აზრი ქონოდათ ამ საკითხზე. არა, რატომ? განსხვავებული აზრი რა უნდა გითხრა, რომ გამართლენ ეს პირები, თქო? არა, გამოსულიყავით. ახლა რომ აკეთებთ განცხადებებს მუდმივად ყველაფერზე აბსოლუტურად. აი, განსხვავებული. აი, გეტყვით, მაშინ მე შევთავაზებთ. ან დაგეწერათ, ან განსხვავებული აზრი რაზე უნდა დამეწერა? აი, საჯაროზე გეტყვით. განსხვავებული აზრი დაგეწერა. განსხვავებული რასთან დაკავშირებით? აი, თუნდაც აი, როგორც მაგალითად მოლაშვილის საქმეზე დაწერა ნუნო მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელზეც შინაგანად შინაგანად გაქვთ განცდა, რომ ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. მე ასე გავიგე. არა, მე გითხარით. თქვენ მეყნობით კანონის მუხლებს და ამასთანავე ამბობთ, რომ ეს კანონები არ ვარგოდა, რომ უკან დაბრუნება არ შეგეძლო და სტრასბურგმა დაწერა, ეს თქვენ უნდა დაგეწერათ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყავით. აუ, როგორ არის იცით დიანა გეტყვით რა, თქვენ ხართ ჟურნალისტები. დიახ. აი, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელია, რასაც ლაპარაკობთ, ეს გასაგებია, მაგრამ ვინც არიან იურისტები, იმათთვის ძალიან მარტივი არის, რასაც საუბრობ. არა, საზოგადოებისთვის რომ იყოს გასაგება და ახმული და რომ განსაჯოს საზოგადოება ვინ არის მართალი ჩვენ შორის, თქვენ ხო არასამთავრობო სექტორს ენდობით. ხო ენდობით. მე შევთავაზე რომ რასაც თქვენ მეუბნებით ახლა დაწერეთ მურუსიძის ადგილას რო ყოფილიყოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებდით. ვერ დაწერეთ, ვერ წერენ, იცი რატო ვერ წერენ? იცი რატო ვერ წერენ? გეტყვით მე რატო ვერ წერენ? ვერ დაწერეთ, ვერა, 3 წელია მაგას მეუბნები. იცი რატო ვერ დაწერენ? შეუძლებელია. შეხო რა გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ თქვენ მომავალში. ანუ შინაგანი განცდა გირგულიანის საქმეს კითხულობ და იცით რომ აქ რაღაც ისე არ არის, როგორც მიდის ყველაფერი. მე და დახურეთ საქმე საქართველოში, დაამთავრეთ ამის განხილვა სტრასბურგში რომ არ წასულიყო. აქ ყველაფერი დამთავრებული და საინტერესოა ვახო კიდევ ერთი უხსნის ბატონი ლევანის საზოგადოებას მას ევროპის სასამართლომ რაში გაგამტყუნათ ქართული სასამართლო. არ გამომტყუნავთ გახსნის. არა, როგორ არ გამტყუნა, აგერ არის მთელი დასკვნა. არა, ამაში ვერ წავყვეთ. არა, თქვენ ისე ყვებით რომ სასამართლო საქართველოში ესე იგი არ იყო სამართლიანობის გარანტი და ბოლო ინსტანცია პროკურატურა ყოფილა ლამის და არა სასამართლო. ოთხივე რომ ერთად ხო მოსწონთ რომ ამ ფორმატში არა გასაგებია, მაგრამ ხო შეიძლება რომ მე გამოვეცლები და შევეცდები რომ მოგისმინოთ სამის შეკითხვებს გავაცნობთ. ელემენტარულად ხო ბოლო-ბოლო მოსამართლე ვარ, ხო მოვედი თქვენთან სტუმრად. რაღაც შეკითხვას რომ დამისვათ, ხო შეიძლება პასუხი რომ მოისმინოთ. ყველაფერზე მოგეცით პასუხის საშუალება, რაზე არ მოგეცათ, მაშინ თქვენ გითხარით ახლა. აი რა კითხვაზე არ გაქვთ პასუხის საშუალება, მაგალითად. 6 თვეზე ამოვწურეთ. დაბრუნებაზე გითხარით, რატომ არ შემეძლო დამებრუნებინა? იმიტომ არ შემეძლო დამებრუნებინა, რომ შესაბამისად არ იყო. მაგრამ თქვენ არსებით უკაცრავთ, აი თქვენ არსებითად განიხილეთ ეს საკითხი. თუ არსებითად არის კასაციაში. კი ბატონო. კასაციაში მკაცებლობის გამოკვლევაც არ ხდება სხვათა შორის. და რატომ მოხდა? მაგრამ რატომ არის ეს? ბატონო? კანონით არის მკაცებლობის გამოკვლევა. საკასაციო მოთხოვნა იყო დაბრუნება. კი, იყო დაბრუნება, ვერ დაბრუნებოდა. მოთხოვნის დაყენების უფლება არ ქონდა დაზარალება. ვერ დაბრუნებოდა. არა. მაშინ რატომ მივიჯელეთ არსებითად და უთხარით თუ არის? რატომ? რატომ მივიჯელეთ არსებითად? უზენაესი სასამართლო რატომ არსებობს? პირველი ორი ინსტანციის დარღვევებზე თქვენ უნდა გესაუბრათ პირველ რიგში. თქვენ უნდა გეთქვათ ის, რაც შემდეგ თქვა სტრასბურგის სასამართლო. მაშინ დასაჭიროა უზენაეს სასამართლო. სტრასბურგის სასამართლო გეტყვით რა თქვა? სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და შესაბამისად ამ არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე რა განაჩენის დადგა შიდა სასამართლოებში, მიუხედავად ამ სასჯელისა, ხელისუფლებამ გააკეთა და ქვეყანამ და ყველამ გააკეთა ის, რომ რაც შეიძლება მალე დაეტოვებიათ საპატიმრო
ამ პირებს, ვინ ჩაიდინეს განაშტოებაში. მოდით რა, მაშინ მაყურებლისთვის საინტერესო რომ იყოს. ეხლა რა შეიძლება თქვენს კითხვას რომ ერთი აი მას ანანაცულიშვილი ძიძახსა რეალურად რომ სამი ვერსია ქონდაო ანანაცულიშვილი რა ხარ კი, ანანაცულიშვილი ძახს, ერთი დაებრუნებინაო, მეორე მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოს. და განსხვავებული აზრი დაეწერაო. და მესამე მანტია გაიხადა კიდე რომ ამ დროს უბრალოდ ადგე და სახლში ხო, სახლში წავიდეთ. ეხლა გეტყვით. სახლში წასვლიდან დავიწყოთ. ეს ხო გაინტერესებს? კი, მე ეს ვიკითხე ზუსტად აი. თქვენი კითხეთ და მაგაზე მინდა გითხრათ. ჩემ მაგივრად მეორე მურუსის მოვა და რა მნიშვნელობა აქვს ცოტა დამზადრა ამ განცხადებამ და იქნება. აი აგიხსნით. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ესეთი კლიპი მინდა ვენდო სასამართლოს. ეს ეხება უზენაეს სასამართლოს მოსამართლებს, რომ ირჩევენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არის ესეთი მოსამართლე უზენაეს სასამართლოსი გინზბურგი. და მათ თავის კლიპში აქვთ. იმ კლიპში გინზბურგი იძახის ესეთ სიტყვებს. ეს არის ძალიან დიდი ავტორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სასამართლოს შეუძლია არ განიხილოს დავა, თუ ამ დავის განხილვას არ ითვალისწინებს კანონი და კონსტიტუცია. მაგრამ თუ კანონი ითვალისწინებს დავის განხილვას, მოსამართლე ვალდებულია განიხილოს ეს დავა, მას უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს. როდესაც შემოვიდა ჩვენთან გირგულიანის საქმე და კანონი ითვალისწინებდა ამ საქმის განხილვას, მე უნდა განმეხილა ეს საქმე. იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რა ფაქტორული გარემოებიც ამ საქმეში იყო, რომ არ არსებობდა არც პროკურორის საჩივარი და არც დაზარალებული საჩივარი ფაქტიურად, ვინაიდან მას აპელაცია არ ჰქონდა გასაჩივრებული და უნდა მიიღო გადაწყვეტილება. განვიხილე ეს საქმე და მივიღე ის ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც იმ დროს მე შევეძლო მიმეღო. ბატონო ლევან, აი აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, აი აქედან გამომდინარე ჩნდება სწორედ კითხვა, როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ მე მივიღე ერთადერთი და კანონიერი გადაწყვეტილება. როდესაც ხელში გვიჭირავს სტრასბურგის დასკვნა, იყო თუ არა თქვენი გადაწყვეტილება უნისონში პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან ნებამომეცით მაყურებელს წაუკითხო, არ არის ეს ვრცელი, რას წერს სტრასბურგი. აჯამებს რა, ზემოთ მითითებულ დასკვნებს. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სანდრო გირგულიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას აშკარად აკლდა აუცილებელი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, გულმოდგინეობა, პირიქით საქმის შესაბამისი გარემოებები, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს დასკვნას, რომ შიდა სახელმწიფოებრივმა ორგანოებმა არაკეთილსინდისიერად წარმართეს საქმის გამოძიება, თუნდაც ცალკეული სახელმწიფო ორგანოების არაჯეროვანი ქმედებები, ცალკე აღებული არ ყოფილიყო საკმარისი იმისთვის, რათა მთლიანად გამოძიება უარყოფითად შეფასებულიყო, მათი თანაარსებობა, ხასრუსვამ თანაარსებობა და ასე შემდეგ და აქ არის საინტერესო ერთი დეტალი, თქვენ რომ ამბობთ, რომ აი სასამართლოზე არაფერი არ წერია, ერთი წუთით, არა, მე ახლა გიკითხავთ, რომ ეს პირდაპირ ეხება სასამართლოებს, არაფერი არ და მაშინ განვაგრძობ კითხვას, კი ბატონო. საკმარისზე მეტიც კია, სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით, პროკურატურა გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთსაკანში უკანონო მოთავსები და შიდა სასამართლოები არასრულფასოვანი სასამართლო განხილვები და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით. ანუ რა დავამტკიცე მე ამის საკითხით. სტრასბურგი ამბობს, რომ პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტთან ერთად პირდაპირ ზუსტად იგივე ხარისხის მოქმედება იყო სახეზე სასამართლოების მხრიდან. არასრულფასოვანი სასამართლო განხილვები. რა დავამტკიცეთ? გიპასუხებთ. ჯერ ერთი დაადასტურეთ ის გარემოება, მე რაც გითხარით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა მიკერძოებულად წარმოებული გამოძიება, ანუ რეალურად რაც გულისხმობს იმას, რომ არ ქონდა სულად გამოძიებული და არ ყავდა ყველა ის პირი მიცემაში, ბატონო. ეხლა რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლო ეს არის სამი ინსტანცია, ამიტომ მე, როდესაც ჩემი უვადოდ დანიშვნა ხდებოდა, მოვუწოდე ვინც მისვავდა კითხვებს, არამოსამართლე საბჭოს წევრებს, რომ კონკრეტულად კი წერია სასამართლოები, მაგრამ მოდით შემდგომ არის პუნქტები ჩამოშლილი, რა დარღვევები შეიძლება ქონდეს სასამართლოს. კონკრეტულად მიმითითეთ სტრასბურგს რა აქვს დაწერილი, რომ უზენაეს სასამართლოს რომელი დარღვევა შეესაბამება. სასამართლოები, გასაგებია, მაგრამ შიდა განხილვები. მესმის. ანუ თქვენ რომელი გეხებათ ეგ. მე მაგას ვიძახოდი, რომ 17 პუნქტი რომ არის, აი ამ 17 პუნქტიდან რომელიც წერს, რომელსაც წერს. არც ერთი არ გიხებათ ბატონო ლევან ამის კონტექსტში. არც ერთი. არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებით. სასამართლო განხილვებით
განხილვები თქვენ არ ფიგურირებთ უზენაეს სასამართლო რატომ არსებობს ბატონო საერთოდ არ ვიცი ეს საქმე საერთოდ არ ვიცი მაგაშია საქმე არ იცით ბამბო თქვათ არ ვიცი ძალიან კარგად ვიცი 15 წელი ამ საქმეს ვაშუქებთ სხვადასხვა ფორმატში ბატონო თქვენ რომ დუმდით იქ იმ ეტაპიდან დაწყებული სხვათა შორის იმ ტელევიზიაში მუშაობდით საიდანაც დაიწყო ამ საქმის საზოგადოებისთვის სიმართლის ჩვენება ბატონო უბრალოდ დიანამ დაასრულა შემდეგ მეც რაღაც მინდა გითხრათ პასუხი მივიღო უბრალოდ არაფერი არ ვიცი ჩათვალეთ და პირველად ვიგებ საქმეს არასრული შიდა სასამართლოები არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებით რა როლი აქვს უზენაეს სასამართლოს საერთოდ რატომ არის მაშინ ეს სასამართლოები იცით რა როლია თუ პროკურატურა ცუდად განიხილავს ცუდად გამოიძიებს მიიტანს სასამართლოში და შემდეგ ყველა ინსტანცია რაღაც ნოტარიუსის ძალიან ლოგიკური არის თქვენი შეკითხვა ნოტარიუსი იყავით პროკურატურის რატომ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება იცით იმ შემთხვევაში ეხდებოდა უზენაეს სასამართლოს საშუალება და ეკნებოდათ თქვენ სრული უფლება რომ მოგეთხოვათ პასუხი ხოლო იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა ბრალდების მხარის საჩივარი სასამართლოს თუ არ მოთხოვე და თუ არ გაასაჩივრეს სასამართლო ბრალდების მხარე ითხოვდა უზენაეში რატომ განიხილეთ არსებითად თუ კი ამისი გეტყვით რატომ განიხილეთ არსებითად ანუ დაარღვიეთ სადღაც რატომ არ გვით არა იმიტომ უფლება არ ქონდათ განიხილეთ არა იმიტომ განვიხილეთ უფრო სწორად განვარტეთ ეს ყველაფერი რასაც მე ახლა ვლაპარაკობ რომ რადგანაც ეს საქმე იყო ძალიან რეზონანსული საზოგადოებას რეალურად ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებული ინტერესი ჩვენ სამა მოსამართლემ ჩავთვალეთ საჭიროდ რასაც ახლა მე გელაპარაკებით რატო არ შეგვიძლია ამ საქმის დაბრუნება ქვემო ინსტანციის სასამართლოში და რატომ უნდა მიგვიღო ის გადაწყვეტილება ჩარჩოს გადაუხვიეთ ბატონო ამ პროცესში ეს ადასტურებს ჩარჩოს გადაუხვიეთ არ ქონდათ კანონის ფარგლებში ან უფლება არ ქონდათ მაგრამ ჩათვალეთ რომ თქვენი სინდისის გამო კარნახის გამო უნდა განიხილოთ ხო ბესმის რასაც მეკითხებით თქვით რომ რადგანაც არ არსებობდა საჩივარი ბრალდების მხარის ამიტომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საქმე დაიწყო. უზენაეს რომ სხვა გადაწყვეტილება სამართლიანობა მიზეიმა ქვეყანაში თქვენ ამას. როგორ შეიძლება სამართლიანობა მიზეიმოს დაასრულეთ თქვენ ზემოთ არავინ არ იყო. არავინ არ იყო. საქმე დაასრულეთ. ამბობთ რომ არის შინ და განცდა რა გქონდათ რომ დამთავრდა ამბავი გირგულიანის საქმე. უზენაეს რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო ხალხო სტრასბურგი ხომ არ გაამტყურებს სასამართლო ნაწილს რა თქმა უნდა რაზე ვლაპარაკობ. სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ერგვია კანონი და ჩაებრუნებინა უკან ეს საქმე კიდე გაჭირდა. არა მე კიდევ სხვა რა მაინტერესებს. სადღაც წელიწად ნახევარი იგივე თქვენ რომელიც და არ იქნებოდა ის საშუალება ვერ დაბრუნდებოდა თქვენ აი სხვა რა მაინტერესებს კიდევ და რეკლამა გვაქვს და უნდა განვაგრძოთ შემდეგ საუბარი. საჭირის მომატებაზეც მითქვა. აი რეკლამის შემდეგ მაგაზეც, მაგრამ მე მაინტერესებს უადოდ განვაწესეთ მოსამართლე რომელიც როგორ უყურებს საკითხებს. ეს მაინტერესებს. თქვენ რომ დაასრულეთ ამ საქმის განხილვა და თქვენ ზემოთ რომ არავინ არის და გაქვთ შინაგანი განცდა რომ აქ სამართლიანობას არ უზეიმი აქ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა თქვენ მოსამართლემ რა გააკეთეთ აი ეს მაინტერესებს თორე ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელიას მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებით ახლა თქვენ ხართ უვადო მოსამართლე და თქვენ პირადად გისვამთ შეკითხვას თქვენ რა გააკეთეთ ის არის მომწონს სხვათა შორის ესეთი ისა თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს მაგრამ რა ვიდა იცით გითხრათ აი მარტივად რო აუხსნა საზოგადოებას დავუშვათ აი პარტი მაგალითს მოგიყვანთ ადამიანს აღმოუჩინეს დავუშვათ 2 კილო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მაგრამ მოხდა ისე რომ ჩხრიკის დროს ამოღების დროს დაირღვა კანონი და ვერ მოხდა ამის კანონიერად ცნობა მე მაგ შინაგანი განცდა მოსამართლეს რომ რეალურად ეს მართლა ნარკომანია რეალიზატორია და დასაჯელია და მაქვს უკმარისობის განცდა და ვიძახი რომ ეს ნარკომანია ყიდის ნარკოტიკებს ძალიან ცუდი ადამიანია დაუშვათ მაქვს უკმარისობის განცდა მაგრამ დარღვევა არის და აი აქედან გამომდინარე მე გამომართლებელი განაცხადება სხვა რამეს ეხლა მეორე საკითხთან დაკავშირებით გეტყვით თქვენ ხომ მე შეიძლება დაგჭათ განცდა რომ აქ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა რა თქმა უნდა თქვენ რომელიც ბოლო მოსამართლე ხელში იყო კვირაში რამდენჯერ ესაუბრებით ახლა ამ ეტაპზე ჟურნალისტებს რა გააკეთეთ თქვენი რეპუტაციის გადასარჩენად
და მაშინ საზოგადოებისთვის კითხვას დაგისვა შებრუნებულს. რა შეეძლო გაეკეთებინა მურუსიძეს და რა არ გააკეთა. მე სახში წავიდოდი. სახში ხო წავიდოდით. მე გითხარით რომ მოვიდოდა სხვა მურუსიძე. არ მეგითხარით რომ გინზბურგი რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ გეკეთეთ რა გინზბურგი ჩამოვიდეთ და გირგულიანის თემაზე ვისაუბროთ. არ გვინდეს საერთოდ ასეთი არასწორი საუბარი რომელიც საერთოდ შეხებაში არ ვიყვენთან. არ მიგეღოთ წარმოებაში ბატონო და არ გაგეხილოთ. იმიტომ რომ თქვენ მიდიხართ ისეთი მაღალი სტანდარტის სივრცეებთან შედარებით ფორმებში, საერთოდ ახლოს არ არის თქვენთან. აი, იქ დავჭეთ, სადაც იყავით. არა, სადაც იყავით, იქ დავჭეთ. ბიბოქს ყველაზე დიდი ალტერნატივა. მე გადაწყვეტილება რა არსებობს, ბატონ ლევან, რაც გირგულიანის საქმეზე იყო. იცით რატომ რეალურად ეს გასაგებია, მაგრამ მე ხომ სტორი განაცხადება მივიღე. კანონური განაცხადება ხომ მივიღე. შესაბამისად, მე რო არაკანონური განაცხადება მივიღო, საერთოდ დამიჭერდეთ, იცით? აი, რეალურად ვერ მედავება მე ვერაფერში. შეიძლება მორალური პასუხისმგებლობა დამატოს. სამართლიანობა აღდგათ წერან სამართლიანი იყო გადაწყვეტილება, ანუ თქვენს პირობებში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. პასუხებინო და რეკლამაზე და გავიდეთ დაუბრუნდებით. კანონიერი და უსამართლო. ქვეყანამ რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ზოგადად ქვეყანაში რომ სამართლიანი გადაწყვეტილება, ამას საჭირო არის რომ ყველა რგოლმა იმუშაოს სამართლიანი და კანონის დაცვით. თუ პროკურატურა არის არაკეთილ სიდისიერი და არაძლევს იპირებს პროკურატურა ისეთ საქმეს მივიღებს და სასამართლოს არაფრის შეცვლა. თუ პროკურატურა არ მისცა პასუხისგებაში ის ადამიანები უცდები ეცა. არ წაუყედა ის მუხლი, რომელიც უნდა წაეყენებინა სასამართლოს არ აქვს იმის უფლებოსილება ეს რო შეცვალოს. ამის ახსნა მინდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის. კარგით, მოდით გავიდეთ რეკლამაზე, თუმცა შეკითხვები არის უამრავი, ალბათ მარტო ამ საქმეზე რო ვისაუბროთ 2 საათიც არ გვეყოფა. საჯელის მონაწილეაზე მინდა რომ უპასუხო. პროცესუალურად არასწორად იყო დაუშვათ მოთხოვნა დაყენებული ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნებაზე არსებითად რატომ განიხილეთ საჩივარი და მართლა მაინტერესებს უზენაეს რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო სტრასბურგი ამას დაწერდა თუ არა თავის დასკვნაში სასამართლოზე. მოკლედ გავდივართ რეკლამაზე, დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და ჩვენი სტუმარია ლევან მურუსიძე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმარია ლევან მურუსიძე. ისე ერთი კომენტარი მინდა ეხლა მოვისმინოთ თქვენი პირდაპირ ეთერში. აი თქვენ ბრძანებთ რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდით და მხოლოდ კანონით მოქმედებდით, კანონიერად. აი გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ჩემს ეთერში, სტუმრად იყო და ბრძანა ასეთი რამ, ის მოსამართლეები, სკანდალური მოსამართლეები, რომელსაც უწოდებენ ასე კოლექტიური მურუსიძე, იქცეოდნენ ადრე ცუდად და ეხლა უკვე კარგად იქცევიანო. ანუ მანაც თქვა რომ ხო, მაშინ იქცეოდნენ ცუდად, მაგრამ ეხლა ჩვენ ვართ კარგი ტიპები, კარგი ხელისუფლება და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისინი გამოკეთნენ. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე? მე ვფიქრობ მე რომ შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავის კომენტარი თვითონ ახსნა, მაგრამ ეს მიმაჩნია ის ხო პოლიტიკური განცხადება. მე ამაზე პასუხი მაქვს შემდეგი, რომ რეალურად მარტო საქართველოში კი არა, ზოგადად თუ გადავხედავთ ყველა ქვეყნის ისტორიას, სადაც დამოუკიდებელი სასამართლო შედგა, დამოუკიდებელ სასამართლოს დამოუკიდებლად არასოდეს მიუღწევია. ქვეყანაში რომ მივიღოთ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, ამას ჭირდება როგორც ხელისუფლების, ასევე მთლიანი საზოგადოების ძალისხმევა. არა, მე სხვა რამ მკითხეთ, ბატონ ლევან, ადრე ცუდად იქცეოდნენო, ეს ბრძანა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. სასამართლო სისტემას არ უჭირს პოლიტიკოსებზე გამოხმაურება, ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ არაერთი გამოხმაურება, მაგრამ თქვენ არ გამოხმაურები ხართ ირაკლი კობახიძეს, რომელს თქვა რომ ცუდები იყავით, ცუდ რაღაცებს აკეთებდით და დღეს სხვანაირები გახდით. სულ რომ მოისმინოთ, გეტყვით რომ მე ყოველთვის მოქმედებდი კანონის შესაბამისად და მიმაჩნია რომ თითოეული ჩემი გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებასაც ვიღებდი, იყო კანონის შესაბამისი. ზოგადად იცვლება დრო, იცვლება ტენდენციები, თუ გადახედავთ თქვენ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამოდიოდა თქვა 2001-2002 წლებში და კიდევ უფრო ადრე, სტანდარტი თქვა თუ გდება წინასწარი პატიმრობის იყო სხვა, შესაბამისად სტანდარტი არის სხვა. იყავით მაშინ ბატონო, აი ბუნდოვანი რჩება რის მსხვერპლი იყავით. კარგად მოირგო თქვენმა რაღაცა კოლეგებმაც კარგად მოირგეთ ეს რომ მსხვერპლები ვიყავით, კი ბატონო, ახალი ფურცელი გადაშვილთ. მაშინ რის მსხვერპლები იყავით, თუ ყველაფერს სწორად აკეთებდით? ჩვენ ვაკეთებდით. თუ კანონს არ არღვევდით. იცით რა არის, აი მარტივ მაგალითსაც შემიძლია გითხრათ, მარტივი მაგალითი. იყო პერიოდი, როდესაც სასამართლოს მოსამართლეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება და თქვა საპროცესო შეთანხმება, როდესაც კეთდებოდა, თუ მიიჩნევდა რომ კაცს სასჯელს უფარდებდა პროკურორი. ხო რეალურად საპროცესო შეთანხმება მკაცრი იყო სასჯელი, შეემცირებინა აღნიშნული სასჯელი და სასამართლო ამას იყენებდა სხვათა შორის.
მე რო შეხედა სახელმწიფომ და არ მოსწონდა სასამართლოს მოქმედება, შეიტანა კანონში ცვლილება და თქვა, რომ მოსამართლეს თავისი ნებით არ შეუძლია რომ შემოწირო სასჯელი საფრთხის შეთანხმების დროს, თუ არ იქნება პროკურორის თანხმობა. ანუ საბოლოო ჯამში სასამართლოს ამუშავებდნენ ისეთი კანონის პირობებში, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაგრამ მოსამართლეებს ხომ ბატონლევან თავისი რაღაც ვალდებულებები აქვთ. მე ხა ერთ საქმეს შეგახსენე. არა, თუნდაც განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ეხლავე დაგაბრუნებთ მაგ საქმეზე, მაგრამ აი რას გულისხმობ ამ ვალდებულებაში, რომ თუნდაც მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, ის რაც არ აწყობს იმ მომენტში სისტემას. მე შეგახსენებთ მაგალითისთვის სულხან მოლაშვილის საქმეს, რომელზეც ერთი წუთით კითხვას დავასრულებ და მე მიუბრუნდეთ მაგ თემას. 20,000 ევროს გადახდა დაეკისრა მოლაშვილის საქმის გამო ჩვენ სახელმწიფოს. აი სწორედ სულხან მოლაშვილის საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი წევრი იმ კოლეგიისა, რომელშიც თქვენ შედიოდით, ეს იყო ნუნუ კვანტალიანი, რომელიც აფიქსირებდა ასეთ პოზიციას, რომ მოლაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლომ არსებითი დარღვევებით განიხილა, ამიტომ განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და ხელახალი შესწავლისთვის უნდა დაბრუნებულიყო. თუ კი ქალბატონმა ნუნუ კვანტალიანმა გაბედა და ეს თქვა, რატომ არ შეგეძლოთ თქვენ რომ რაღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღეთ? ან იგივე გეთქვა თუნდაც მოლაშვილის საქმესა. რა გავბედე, მაგასაც გეტყვით და უბრალოდ გირგულიანზე დავამთავრებთ ორი მომენტი და მაგაზე გიპასუხებთ პირდაპირ. კი ბატონო, აი და აქვე მოდით გირგულიანს რა კითხვა ვამთავრებთ, ხო და უბრალოდ ვერ ვისაუბრებთ მთელი გადაცემა მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, რა თქმა მაგაზეც გიპასუხებთ. მოდით აქ ვიკითხოთ. სასამართლომ სტრასბურგისამ რატომ ჩათვალა ინგამ არაერთხელ დასვა ეს კითხვა, ამაზე პასუხითაც თუ შეიძლება რომ დავასრულოთ ჩვენი საუბარი გირგულიანის თემაზე. თუ კი ყველაფერი წესრიგში იყო, რატომ ჩათვალა სტრასბურგის სასამართლომ, რომ თქვენც როგორც ერთ-ერთმა და ყველაზე უმაღლესმა ინსტანციამ დაარღვიეთ მოსამართლის საერთოდ არსი მოსამართლეობის და სამართალი ვერ დადგა. მარტივად რომ აგიხსნათ. გეუბნებით რომ რაც შეეხება სასამართლოს თავს. როდესაც საუბრობს რომ სასამართლოებმა შემდგომ სტრასბურგის სასამართლო წერს პუნქტებს რა მიაჩნია რომ სასამართლოში რა უნდა გაკეთებული. სული პასუხისგებლობით გეუბნებით. უზენაეს ხო ყველაზე ზედა. არა, გასაგებია მე. ხო ყველაზე ზედა, ბატონ ლევან. ესე იგი ქვედებს ეხება და თქვენ არა. ხო და მაგას გეუბნებით რომ არ ეხებათ ხო და რომ გეუბნებით და რომ არ ეხებათ ხო, რომ არ ეხება. ჩამოთვლილი არის 17 პუნქტი გადაწყვეტილებაში და ამიტომ ვთხოვე მე არასამთავრობო სექტორს ამ 17 პუნქტიდან რომელი ეხება უზენაეს დამიწერეთ ხო და ვერ წერენ. ბატონ ლევან, გირგულიანის საქმეზე იყო თუ არა თავიდან ბოლომდე უსამართლობა რაც აქ. რა თქმა უნდა, იყო და რატომ? გინდა გითხრათ ამ უსამართლობის ნაწილი იყო თუ არა ყველაფერი? იცით რატომ იყო? რაც ვინც ჩართული იყო ამ ამბავში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო სისტემა, პარლამენტი კი ბატონო, პრეზიდენტი. ესე იგი მინუს უზენაეს სასამართლოს კოლეგია, ასე გამოდის მურუსიძის შემადგენლობაში. თქვენ რატომ ხართ ამ თუთა საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის? გარდა იმისა, რომ მოსამართლე იყავით ამ კონკრეტულ რომ ყველას ხელები დაბანოთ და მურუსიძე გამოიყო. არა, ყველა ჩამოვთვალეთ აგერ. ყველა ჩამოვთვალეთ და ყველას თავისი წილი აქვს უდიდესი. და თქვენ რატომ ხართ საინტერესო? იმიტომ რომ თქვენ ხართ უვადოდ გამწესებული მოსამართლე დღეს და იყავით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. შესაბამისად, მაინტერესებს იგივე რომ განმეორდეს მომავალში. იგივე გადაწყვეტილება. თქვენ იმავე გადაწყვეტილება. საერთოდ არ აგაქვთ არანაირი პრობლემა ამ ამბავთან. ანუ ხელებს თქვენი ვართ ასე. ასეთი საქმე რომ მოვიდეს თქვენამდე. ჩვენ ისევ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ და რომარას სტრასბურგი ანუ დაიცოდით რომ აქ ხდებოდა დიდი უსამართლობა თქვენი რეპუტაციის, თქვენი თავის გადასარჩენად რა გააკეთეთ რომ საზოგადოებისთვის აგეხსნათ და გეთქვათ რომ აქ უსამართლობა ხდება ხალხო. აი წერა ბატონმა ერთი ფრაზა თქვა, იგივეს გავაკეთებდით დღესაც. ანუ ეხლაც გაიმეორებთ იმას, რომ იგივე გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ არ გაასაჩივრებდა ბრალდების პროკურორი, არ მოითხოვდა დაზარალებული, არ წაიყვანდა სწორად თქვა ადვოკატი პოზიციას, არ მექნებოდა ბრალდების ხარის საჩივარი უზენაეში, შესაბამისად სასამართლოს ეხლაც არ აქვს იმის საშუალება, რომ თვითონ და ეს უსამართლობის წრე შეიკრა და თქვენ აღმოჩნდით ერთ-ერთი ნაწილი ამ უსამართლობის წრის, სადაც ადამიანი და ოჯახი უბრალოდ განადგურდა. გასაგებია, მაგრამ მაშინ უნდა თქვათ ერთი რაღაც, რომ ლევანი მურუსიძეს რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, რომ სამართლებმა აღედგინა. ანუ მივდივართ საბოლოო ჯამში, ბრალსლოდებთ ადამიანს
ბარემ პასუხიც უნდა მოაყოლოთ. არაფრის გაკეთება არ შეგეძლო. გეუბნებით რომ კანონს არაფრის არ შევეძლოთ ხო და რატო და არჩიეთ არაფრის გაკეთება იმას რომ გამხდარიყავით რა გავაკეთე გეტყვით რა გავაკეთე უბრალოდ საჯარო განცხადება მაინც გაკეთებინათ რომ საჯარო განცხადება რაღაცეებმა თქვენ შეგზღუდათ მაგრამ გეტყვით რა გავაკეთე ის რომ ის ადამიანები ვისაც ბრალი ედებოდა იმ 4 ადამიანს ვინც გაიყვანა სანდრო გირგულიანი და შესაბამისად ჩაიდინა დანაშაული ისინი დავსაჯი აი ეს გავაკეთე და მე მგონი გავტოვე ძალაში ეხლა შეწყალების შემდეგ სხვათა შორის მათ კიდევ ჩამოუკლეს საჯელების სამართლების უბრალოდ არის დაბრუნება უბრალოდ არის დანიშნული ჩვენ შეგახსენოთ რომ ქვედა ინსტანციაში დაბრუნება იყო მოთხოვნა და თქვენ ეს არ გააკეთეთ მაგრამ ქვედა ინსტანციაში რომ დაბრუნდებოდა იქ არ დახვდებოდა დაზარალებული საჩივარი და შესაბამისად თქვენ დაგებრუნებინათ და მე დანარჩენ სხვაგან გაირკვეოდა თქვენ ხელთ იყო ბერკეტი ამიტომ ჩვენ შორის რომ საზოგადოება მიხვდეს ვინ არის მართალი აი ჩვენი პირუთვნელი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეთ და უთხარი დააწერეთ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება და შემდგომ ვიჯეროთ რომ 3 წელი გავიდა ვერ წერენ ესე იგი შეუძლებელი იყო დაბრუნება ეხლა გამინდა რომ ერთი რომ საჯელის მომატებასთან დაკავშირებით პარლამენტში გამოდიოდა დეპუტატი არის ერთ-ერთი და ბრძანებდა რომ მურუსიძე შეეძლო უფრო მაღალი საჯელი მიეცა მოცემულ შემთხვევაში მე გამოხატავ პატიმისცემას აღნიშნული დეპუტატის მიმართ ვინ იყო ეს გიორგი ლომია და მინდა რომ მას მინდა ავუხსნა და უთხრა რომ მას შეუძლია გაიკითხოს სპეციალისტებში სისხლისამართლის პროცესში და შესაბამისად გაიგებს რომ თუ პროკურორი არ მოითხოვს მოცემულ შემთხვევაში საჯელის დამძიმებას მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი რა მე მინდა რომ გაიგოს იმიტომ დეპუტატი არის ხალხის რჩეული არის და როდესაც პარლამენტში გამოდის მას ბევრი უსმენს ამიტომ მინდა რომ პატივისცემა გამოხატო აღნიშნული დეპუტატის მიმართ და გადაამოწმოს ეს რასაც მე ვიძახი რომ მოცემულ შემთხვევაში არ ხოდა გასაჩივრებული პროკურორს და არც დაზარალებულს და არ მოითხოვდა უფრო კაცი საჯელის დანიშნვას და ეხლა კიდევ თავი მიგაჩნიათ თავი არანაირად პასუხისმგებლად აი იმ დიდი წრისი მავნებლური წრის ელემენტი რომელმაც დააყენა ეს განაჩენი და რაც მიგიჩნდა სტრატეგიის სასამართლოს. ეხლა გეტყვით გულწრფელად, იცით რა მეკვირს, აი გეტყვით. აი ხო საუბრობთ და მოდით გულწრფელად გეტყვით. გითხართ რომ გამოძიება როგორ მიმდინარეობდა და რა გააკეთა გამოძიება. გავიგეთ ეს ბატონო. პროკურატურამ რა გააკეთა ესეც იცით. პრეზიდენტმა რო შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა ესეც იცით. არა, მე რას გეტყვით, იცით რომ აი რა ხდება და ეხლა გეტყვით პარლამენტმა რა გააკეთა. პარლამენტმა გეტყვით თქვენ სხვების მაგივრად ჩვენ პასუხს გართხოვთ ბატონო ლევან ჩვენ თქვენ პასუხს გქონთ გასაგებია და მე გითხარით ჩემი ხალხმა განსაჯოს მე გითხარით რომ მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება არ იყო საჩივარი და ვერ დავაკმაყოფილებდი ანუ მე უბრალოდ მინდა რომ გაგიღებათ ხურავთ ამ თემას არა ერთი რაღაც არ მინდა გავხუროთ იმიტომ რომ დრო ძალიან ერთი რაღაც მინდა რომ გითხრათ თქვენ არ მიგაჩნიათ არანაირად თავი პასუხისმგებლად არც ერთ ელემენტში რაც დადგა გირგულიანთან დაკავშირებით როდესაც არ არსებობდა საჩივარი სასამართლო ვერ მიიღებდა უზენაეში ხო რა თქმა უნდა კანონური გადაწყვეტილება ყველაფერი სწორად გააკეთეთ და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველაფერი არც ხალხს ელაპარაკებით ესე ვინც ეს გამოიძია არც პრეზიდენტს არ ელაპარაკებით ვინც გაუნახევრა საჯელი არავის არ ელაპარაკებით დეპუტატებს და არ ელაპარაკებით არ მინახავს ყველა გადაცემს ამიტომ არა არ მინახავს არ ელაპარაკებით არავის ესე ეს აგრესიულად არ ელაპარაკებით რა შეიძლება ეხა პარლამენტს 20 დღის ვიტომ ხართ ბოლო ინსტანცია რომ თქვენზეა მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზე როგორც უზენაეს აი სათაურიც მეტყველებს ამიტომ გვაქვს თქვენთან პრეტენზია თორემ ვიღაც პროკურორი დღესაც უხარისხოთ იძიებს საქმეს და შემდეგ გვაქვს იმედი რომ ის სასამართლოში წავა და იქ მაინც იპოვის სიმართლეს ადამიანები მეფე რომ იყო ადრე და რო შეკრიბავდა ადამიანებს და ზოგად სამართალს რო ამყარებდა სასამართლოში არის ერთი წესი თუ მხარემ არ მოითხოვა სასამართლო არ არის უფლებამოსილი რამე მიაკეთოს. მაგრამ ერთი წესიც არის. აი აქედან გამომდინარე. სიდისი არის თავარი მოსამართლე. სიდისი რა თქმა უნდა, თავარი არის, მაგრამ აი ჩვენ ამას გეკითხებით, ვიდრე ამ თემას დავასრულეთ. მაშინ უყურეთ რა ხდება. მე მინდა გითხოთ. მაშინ სიდისი მექნებოდა იმ შემთხვევაში თქვენის აზრით, თუ ვიტყოდი რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი არასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული არასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სულად აქ წარმართული, მე მიბაჩნია ის რომ ეხლა ეს საქმე დაბრუნდეს დაბატებით გამოძიებაში პასუხისმგებაში მიეცეს ეს და ამის გაკეთება შეუძლებელია. ეხლა თავარი რაღაც მინდა კიდევ გითხრათ. კარგი, თქვით და ამით დავასრულოთ გირგულიანის საქმეზე პარლამენტმა სხვათა შორის სულ რაღაც 2 კვირის განმავლობაში, 20 დღის განმავლობაში 3 მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის პროცესში კანონი და კოდექსი, რომელიც შეახო ყველა იმ ბუხს, რომელიც ჰქონდა წაყენებული გირგულიანის საქმეში ბრალდებულებს. შეუმცირდა ჯერ თეორიულად სასჯელები. გააკეთა ის რომ მე 6 თვე მომეკლო.
და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხო ხდებოდი. გირგულიანის საქმე ახლა არ ამბობთ თქვენ სასარგებლო რამეს. ისინი სახში წავიდნენ. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუხდა ამ რაზე მივედით? სისხლის სამართლის პოლიტიკას წარმართოს პარლამენტი. აი მაგალითად პარლამენტმა თუ თქვა, რომ მაგალითად რომელიღაც დანაშაულზე, აი ხო ვიდეოს გავრცელებები რომ იყო ახლა ხო? ზოგს მიაჩნია რომ ეს არის მსუბუქი, ზოგს მიაჩნია რომ უფრო კაცალმა დაისაჯოს. პარლამენტი რომ იტყვის რომ თქვა ამ დანაშაულის უნდა დაისაჯოს 7 წელი, მოსამართლეს არა აქვს უფლება თქვა, რომ აი ეს ახლა იცით რომ თქვენ საწინააღმდეგო რაღაცას ამბობთ. ანუ თქვენ ახლა ამბობთ რომ ზუსტად იცოდით მაშინ რისთვის შედიოდა ეს ცვლილებები იმ საქმისთვის რომელიც თქვენთან მოდიოდა და თქვენ არაფერი არ ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი მსჯელობიდან ერთი დასკვნა გავაკეთოთ რაც საზოგადოება გაიგოს. მე ვერავინ ვერ შებედავება რომ კანონის თანახმად მოვიქეცით თქვენ დაკისრებთ უბრალოდ მორალურ პასუხისგებლობას რომ საქმე რომელიც თქვენთან მოდიოდა ამისთვის სპეციალურად დაიწერა კანონები და თქვენ ამას ამბობთ შეგეძლოთ უკან დაბრუნება შემდეგ ამბობთ მხოლოდ ახლა რატომ ბატონებან ახლა რატომ ამბობთ და მაშინ რატომ იმიტომ რომ როდესაც საქმეს ვიხილავდი ამ საქმეზე მე ვერ გამოდიოდა საქმე რომ განიხილეთ და დასრულდა 12 წელი ქონდა საბოლოო ჯამში იცით რაზე შევთანხმდით ახლა აქედან რა გამოვიდა კანონი მე არ დამირღვევია უბრალოდ მორალური პასუხისმგებლობა უნდა აბეყო და წავსრულიყო 12 წელი ქონდა და არც ერთხელ არ გითხრათ რომ ამისთვის დაიწერა ანუ მორალურ პასუხისგებლობას დაკისრა ეს კანონები ამისთვის დაიწერა ძალიან მნიშვნელოვანია 12 წელი ვინც დაწერა ეს კანონები მორალური ნაწილაგანი ძალიან პასუხისმგებლობა არა რომ პასუხისგებლობა თქვენ ქონდა 12 წელი გეთქვათ რომ კონკრეტული საქმისთვის კანონის შეცვალეს რომელიც იყო საქმის ადვოკატი ზუსტად იმ ხალხდა წავიდა ვინც სპეციალურად შექმნა კანონები გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით მე პრეტენზია არ მაქვს ყველა ადამიანი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებთ მოსამართლე ხართ მაშინ არ ქონდა იმის უფლება რომ განსხვავებული მე ვარ ერთ რაღაცის წინააღმდეგი ადამიანები რო იძახიან რომ მე ეს ნაბიჯი გადავდგი მურუსიძის გამო ყველა ადამიანი თავისუფალია რა ნაბიჯის უნდა ის გადადგას მაგრამ 12 წლის განმავლობაში რატომ არ თქვით ერთხელ მაინც ის რაც ახლა თქვით რომ კანონები დაიწერა საქმეზე რომელიც თქვენთან მოდიოდა ბატონ ლევან სპეციალურად დაიწერა რომ მე თქვენს გადაწყვეტილება გეტყვით რატო ამბობთ როდესაც ჩემს მიმართ დაიწყეს პრეტენზიის გამოთქმა დაახლოებით 2015 წლიდან მაშინ დავიწყე ამაზე ლაპარაკი ისე ერთი არის საინტერესო ვახო თქვენ ხომ არ ქონდათ პრეტენზია კანონი დაგიწერეს იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება მურუსიძესთან გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით პრეტენზია არ ქონია და ამიტომ ჩეთა პრეტენზია თქვენ რატომ არ ქონდათ პრეტენზია გირგულიანის საქმიდან კი არ გამომდინარეობს საქმისთვის ანუ მე რა გავიგე იცით მეგობრებო რომ ყველა არის დამნაშავე ვიზეც ეხა საუბრობდა ბატონი ლევანი და მხოლოდ ბატონი ლევანი არის მართალი მეც დაგავიგე მაგრამ სტრასბურგმა ჯერ ვერ დააფასა და ვერ შეაფასა ეს თქვენი სიმართლე იქ კიდევ ერთხელ მორალური პასუხისმგებლობა მოსამართლისთვის ზარმაზარი პასუხისმგებლობა შეიძლება სამართლებრივზე მეტიც ხანდახან თორემ ნაწილი არის ძალიან დიდი გადაწყვეტილების ჩვენ ახო იმაზე არ ვაპარაკობთ რომ ბატონ ლევან მურუსიძე დავიჭიროთო ამას ხომ არ ვამბობთ ჩვენ ამ წუთას ვამბობთ იმას თქვენ რამდენად სამართლიანად თქვენ რა შედეგს ელოდებოდით გირგულიანის საქმეზე ზოგადად რა შედეგს ყველას დასჯას ვინც იყო ჩართული ამ საქმეში და სამართალი ახსოვებული იყო ბოლომდე რეალურად როდესაც ეს საქმე დაბრუნდებოდა აპელაციაში ყველა დაიჯებოდა ვინც იყო დასაჯელი თქვენ რას გააკეთებდით ამაზე ვლაპარაკობთ თორე დაიჯებოდა იმ სააპელაციო სამართლის არ მქონდა მე სიმართლე რომ გითხრათ ამიტომ აქედან გამომდინარე ერთადერთი საბოლოო ჯამში რაც დადგინდა არის ის რომ თქვენ მორალურ პასუხისმგებლობას შეიძლება ეს კითხვა დავსვო მეგობრებო წეხან დავსვი ეს შეკითხვა და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ისე გირგულიანის თემას დაუბრუნდე აი თქვენ ბრძანებთ მორალური პასუხისმგებლობა კოლეგიაში სადაც იყავით თქვენ მოსამართლე ნადირიანი და ასევე ნუნუ კვანტალიანი ასეთი რამ მოხდა ნუნუ კვანტალიანმა თქვა რომ სულხან მოლაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლომ არსებითი დარღვევებით განიხილა, ამიტომ განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და ხელახალი შესწავლისთვის უნდა დაბრუნებულიყო. მეორედ ვიმეორებ ნუნუ კვანტალიანის სახელს და გვარს რატომ? აი ხომ შეიძლებოდა რომ ნუნუ კვანტალიანის მსგავსად თქვენს განსხვავებული გადაწყვეტილება მიგეყო და არა ის, რაც აწყობდა იმ პირთა წრეს თუნდაც, ვიზეც თქვენ წეგან საუბრობდით, რომ ისინი არიან მხოლოდ მწვანი და თქვენ არ ხართ დამნაშავე. ზოგადად მე ხლა ამ საკითხზე იმიტომ მიჭის საუბარი, რომ ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ მე მივიჩნევდი, რომ საქმე იყო დასაბრუნებელი. მე შემიძლია აბსოლუტურად გულწრფელად გიპასუხოთ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ სხვათა შორის, როდესაც გამოიტანა გადაწყვეტილება, ეს იყო მორიგება, სახელმწიფომ თქვა და აღიარა, რომ გადაუხდით კომპენსაციას, გამოვიძიებთ ციხეში არასათანადო მოპყრობის საქმეს და შესაბამისად მივიცემთ 1 წელიწადს მჟავრდებულს, რომ მან შეიტანოს და გაასაჩივროს პირობითად დავარქვათ მურუსიძის გადაწყვეტილება. მე სხვათა შორის ჩემთვის უკეთესი და კარგი იქნებოდა თუ 1 წლის განმავლობაში შემოვიდოდა ეს საჩივარი და ვინმე გადახედოდა ჩემს საქმეს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ რა გადაწყვეტილებაც მივიღე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად. აი ლევან სამუშია წერდა ზუსტად დღეს თქვენ მოგმართად საგანგებო შეკითხვით, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო მაპატიე ზუსტად 2 წუთში ჩავიკითხავ. ბატონო ლევან, ასე მოგმართავთ ადვოკატი ლევან სამუშია. მე მსურს კითხვა დაგისვათ ერთ-ერთ თემაზე, სულხან მოლაშვილის საქმეზე, რომელსაც იხილავდით როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და პალატის თავმჯდომარე, სადაც თქვენ დამნაშავედ სცანით ბატონი მოლაშვილი. პალატის შემადგენლობიდან გამამტყუნებელ განაჩენს არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ქალბატონმა კვანტალიანმა. იმდროინდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოსთვის დაესვა კითხვები და მიეღო პასუხები, რითაც ისარგებლეს ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა და სულხან მოლაშვილმა. მე მსურს წერს ლევან სამუშია, კითხვა დაგისვათ და ასევე წარმოგიდგინოთ სასამართლოს ხდომის ოლქმი, სადაც თქვენ სცემთ პასუხებს ადვოკატ ბარათაშვილის და სულხან მოლაშვილის ამ კითხვებზე თქვენივე პასუხის შედეგიდან ნათლად ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოწმეთა ჩვენებებზე და ისე სცნო დამნაშავედ სულხან მოლაშვილი და ბოლოს ლევან სამუშიას კითხვა. ბატონო ლევან, უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი ინსტანცია, რომლის ვალდებულებაა სრულად და ობიექტურად შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმე და აპელაციაში დაშვებული შეცდომები თუ განზრახ მიმართული ქმედებები გამოასწოროს და დაადგინოს ჭეშმარიტება. თქვენ როდესაც დაცვის მხარეს პასუხობთ, რომ საერთოდ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დაცვის მტკიცებულებებზე და არ უმსჯელია მოწმეთა ჩვენებებზე, რის საფუძველზე დაადგინეთ, რომ მოლაშვილი იყო დამნაშავე. უფრო ვრცელია ეს სტატუსი, მე რაღაც ნაწილი წავიდე. რაზეც პასუხობდი, რომ არ უმსჯელია, მიმაჩნდა, რომ რაზეც მსჯელობასაც ითხოვდა დაცვის მხარე, მას არსებითი მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ბრალეულობასთან არ ქონდა. რა თქმა უნდა, როდესაც მეკითხებოდა ადვოკატი, რომ უმსჯელია თუ არა, პასუხობდი, რომ არ უმსჯელია. თუმცა მიმაჩნდა, რომ რომც ემსჯელა, ეს საქმეს ვერც ვერაფერს შემატებდა და ვერც ვერაფერს დააკლებდა. აი ეს არის ჩემი პასუხი. რაც შეეხება კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. მე იმ დროს ახლა ეს არავინ არ იცის, მაგრამ კონტროლის პალატის კიდევ ერთი მაღალი ჩინოსნის საქმე მეწერა. სხვათა შორის, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ეს საერთოდ დარბაზიდან გავანთავისუფლე იმ პერიოდში. ამიტომ მე ეს მინდა იმის აღნიშნა არის შუაში რა არის. მე გეტყვით, რომ იმიტომ რომ ზუსტად ვიღებდი იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებას მიეწოდა. არ მეტყველებს ამაზე ბატონ ლევან საერთოდ. ნახეთ, უკაცრავად აი ვახო ერთ რამეს თუ შეიძლება ვიდრე გავწდებით კვანტალიანი ახსენე ხალხო ნიუს გადაწყვეტილება იმ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით. რომ აუხსნათ აუდიტორიას იყო 3 მოსამართლე, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას, 2-მა დატოვა ძალაში, 1-მა ნუნუ კვანტალიანმა დაწერა განსხვავებული მოსაზრებების საშუალებას თქვენც გქონდათ. რატომ არ დაეთანხმეთ შემდეგ მოსაზრებას, რომ მოლაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლომ არსებითი დარღვევებით განიხილა, ამიტომაც განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და ხელახალი შესწავლისთვის უკან უნდა დაბრუნებულიყო. ეს იყო ქალბატონ ნინოს პოზიცია. და რატომ არ გაიზიარეთ? იმიტომ მიმაჩნდა, საქმეში იყო არსებითი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა მის მაგალითად იყო დოკუმენტები შემოწმებული ჰქონდა ისეთი საწარმოები. ხა კონკრეტულად თუ არ განვიხილავ, რომელიც დარღვევები იყო სააპელაციოს განხილვის. ჯეროვნად იყო განხილული. ჯეროვნად იყო განხილული სააპელაციოში მოლაშვილის საქმე. მე მივიჩნიე რომ განხილული იყო. აი ნახეთ რა შემდეგ უზენაეში ეს თქვენ მიიჩნიეთ და საბოლოო ჯამში ეს სტრასბურგში. არა, აი ხა სტრასბურგზე კიდევ გითხარით. სტრასბურგში რა წერია? კი, მაგრამ სტრასბურგში რა მოხდა, იცით? სტრასბურგმა თქვა, რომ იქ სახელმწიფომ თქვა, რომ მე მოვურიგდიო და მისცა 1 წელი, რომ ვადა რომ გადასინჯე ეს გადაწყვეტილება. საჩივარი არ შემოტანა. ესე იგი შესაბამისად სახელმწიფომ თავად აღიარა. უფლებები დაირღვა. რა თქმა უნდა, აღიარა და თან ამავე დროს თქვა, რომ მე გამოვიძიები იმ საქმესაც, რომელიც თქვა ციხეში მის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით იყო. მაგრამ აღიარა, მაგრამ არა, მე რას გეუბნებით, იცით რომ აღიარა, მაგრამ ხომ მისცა 1 წელი რომ გაესაჩივრებოდ ეს გადაწყვეტილება. სხვა რამე მინდა ვიკითხო. საქართველოს სახელმწიფომ აღიარა, რომ სულხან მოლაშვილის უფლებები დაირღვა. თუ ჩემი პოზიცია გაინტერესებს,
ზოგადად იყო ასე თუ არა? აუ ზოგადად მე მიმაჩნია რომ ჩემი განაჩენი რომელიც დღეს არის კანონის ძალაში არის ხო ეს გადაწყვეტილება სტრასბურგს ასე ახლა სტრასბურგმა რა თქვა იცი სტრასბურგმა თქვა ერთი ეს კი აღიარა სახელმწიფომ მაგრამ განაჩენიო სწორია თუ არ არის სწორიო ერთი წელი მისცა ან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან რომ გადასინჯე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან მურუსიძის კომპონენტიც არის ყველგან ახტება და ყველაფერს მანამდე და მე აკრიტიკებს და აბრუნებს უკან წარმოებას და აკისრებს სახელმწიფოს ამისთვის თქვენთან მიმართებაში აბსოლუტურად არ ვარ ეს აგრესიულად განწყობილი და ჩვენ ხო ერთმანეთს არ ვიცნობთ ჩვენ ხო აი არასოდეს საერთო შეხება არ ქონია და რატომ მისაუბრებთ აგრესიულად ეხლა ელემენტარულად არაფერი პერსონალური თქვენ ფიქრობთ რომ ეს პერსონალურია ბატონ ლევან არა ისე მე ლაპარაკებით რაღაც ხო რომ აი რაღაცაირად ისეთი აშკარად იქნება მიკერძებული არა და მე არავის თქვა უპატვინცული ხარ გამომიხატა ნორმალურად ადამიანურად რომ დავილაპარაკოთ ხო შესაბამისად აი მე გეტყვით აი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად 25 წელი იჯდა ადამიანი მე აღმოჩნდა რომ რეალურად თურმე უდანაშაულო ყოფილა იმ მოსამართლეს კაცებს არ აქვს მე მას არ ვიძახი რომ რაღაცა მაგრამ ეხლა უყურეთ რა ხდება თქვენ შევარდნეს პერიოდი ხო გახსოვთ შევარდნეს პერიოდი ხო გახსოვთ ხო შევარდნეს პერიოდი აი რას უკავშირდებოდა ეს პერიოდი დაიტაცეს სახელმწიფოში ხო ყველაფერი იყო კორუფცია იყო საშენელი რამე ხო რაღაც ხო და მე მივიჩნიე რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე მოსემული რაღაცა ქმედებებში იყო დამნაშავე. მივიჩნიე გულწრფელად, რომ იყო დამნაშავე. შესაბამისად, სტრასბურგმა თქვა, რომ ერთი წელი მიეცეს საშუალება, რომ 4 მუხლის დარღვევა დაადგინა მოლაშქრის საქმეზე. მოილაპარაკა სახელმწიფო. 4 მუხლის. სტრასბურგის დასკვნას ბატონი ლევანი არ ეთანხმება, აი რა უყოთ ახლა ვენეციის კომისიის თემას მაგალითად, რომელიც ერთ-ერთ საქმეზე ესეც ეხება ეგრეთ წოდებული მე ამბოხე მოსამართლეების თემას ვენეციის კომისია წერს თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რომ პოლიტიკური ანგარიშ სწორებისთვის მოსამართლეების გათავისუფლება ერთი წუთით არც სტრასბურგის დასკვნას ეთანხმებით არც ვენეციის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ანუ რა გამოდის ბატონლევა რომ ყველა ტყუის და თქვენ ხართ მართალი მე ამ კითხვებს კი არ გაგისვავდით თქვენ რომ არ იყოთ 2040 წლამდე უვადო დანიშნული ეხლა იმიტომ არის აქტუალური ყველა ეს წარსულში კაკე მიღებული გადაწყვეტილება რომ თქვენ ხართ უვადო დანიშნული არც მეტი არც ნაკლები 2040 წლამდე ჩინჩალაძე არის 2053 წლამდე ანუ და ეს კითხვები არის რომელსაც პასუხი უნდა გასცეთ კი ბატონო, ცენ პასუხს. ბატონ ლევან, სულ ამბობენ რომ უკეთესია დღეს სასამართლო სისტემა. თუ მაშინაც კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებდით და ახლაც, მაშინ თქვენ თავად რის ხარჯზე ამბობთ რომ დღეს უკეთესია ეს სისტემა? გიპასუხეთ რომ თუ არასოდეს ცუდ საქმეებს არ აკეთებდით და ძველადაც კარგი იყავით და ახლაც, მაშინ უკეთესი როგორ არის? სასამართლოს ჭირდება, იცით, ინგლისელი მოსამართლეები ყავდნენ ჩამოსული. ბრიტანეთის სასამართლო ნომერ პირველი არის ევროპაში. მე ვკითხე იმ მოსამართლეს რომ როგორ მიაღწიეთ დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელ სასამართლოს. ჩვენ ხა არც ტრადიცია არ აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს და არც დიდი ისტორია. ესე მიპასუხა სიტყვა სიტყვით. ქვეყანაში 100 წლის განმავლობაში ზედიზედ ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელსაც მართლა გულწრფელად სურს რომ მიიღოს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენ ამაში გაგვიმართლა. ბატონ ლევან. მე ხლა არ ვიცი რომ 100 წლის ხელისუფლებას არ უნდოდა დამოუკიდებელი სასამართლო და თქვენ წარმოგიდგენიათ რომელიმე ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში, აი მაგალითი მანახეთ რომ სადაც თუ არ ყოფილა საზოგადოების ხარდაჭერა, თუ არ ყოფილა საზოგადოების გვერდში დგომა და თქვათ რაღაცა მიდგომა და სასამართლოს გვერდში ამოდგომა რომელიმე ქვეყანაში აი ყოფილა. ბატონ ლევან, არც თავისუფალი მედია უნდათ შეიძლება და უნდათ ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ჩვენს პროფესიაზე უარი გვეთქვა. ისე მოქცეული ყავით რომ დღეს ამ პროფესიაში თქვენ თვითონ მედიაში გამონებოთ ხომ არც სასამართლო უნდა და არც მედია არც წინას და შეიძლება არც ახლოს რა არის იცით რომ რეალურად ვერ გზობს რომ სასამართლო გაცილებით უფრო კარგი არის აი რომ ვიგრძნოთ შეგიძლიათ ერთ შეკითხვა ხო და როგორ თქვენ თუ სულ კარგი იყავით როგორ მაშინ იცით აი გეტყვით თქვენ ჩემთან გაქვთ პრეტენზია ხო რეალურად როგორ იმართებოდა მე თქვენთან როგორც სასამართლო სისტემასთან ბატონლევა მე ნაციონალური მოძრაობის დროს როდესაც თქვენ აი ამ საქმეებს მეკითხებით რაც არის მე ვიყავი რიგითი მოსამართლე სრული პასუხი
პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ლევან მურუსიძეს ნაციონალური მოძრაობის არც ერთ ლიდერთან არაფერი ნაცნობობა არასოდეს არ აკავშირებდა და არავითარი ურთიერთობა არ ეს ჰქონდა. შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო რა. თქვენ ხო მეუბნებით მოსამართლე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არა, გეუბნებით, არ ჭირდებოდა ბად მოსამართლეზე რეალურად ისეთი კანონები იყო, რომელსაც კალაპოტში აქცევდა მაგრამ მოსამართლეს. აი ერთი წამი. აი ახლა მხოლოდ ეს იყო? არიცით ფაქტები, როდესაც მოსამართლეები ასე ვთქვათ. თქვენ მე მიყენებთ, აი არა, თუ იცით, სასამართლოს ლიდერი ვარ. ლიდერი ვარ 2013 წლიდან. კი, და ესე იგი ლიდერები ესე არ ხდებიან, ესე იგი მანამდე რაც ხდებოდა ყველაფერი 2013 წელს მე შემიძლია მე გელაპარაკოთ სასამართლოს რაც შეეხება 2013 წლიდან, როდესაც მე საბჭოს დივანი, რაც შეეხება პიროვნულად ლევან მურუსიძეს, მანამდე კონკრეტულ საქმეზე მე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება ლიდერობას სასამართლოსი, მას შემდეგ ვარ მე ლიდერი, რაც გავხდი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დივანი და პასუხს ვაგებ. მანამდე როგორ იმართებოდნენ ეს მოსამართლეები, რომლებიც ახლა თქვენი ლიდერობის პირობებში აქ არიან, არ გაინტერესებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ მანამდე გითხარით, რომ მე ვიყავი რიგითი მოსამართლე, პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება ზოგადად შეკითხვებს, ვის ლიდერი ხართ? იმ ხალხის ბექგრაუნდი არ გაინტერესებს ბატონო. მაინტერესებს და რეალურად, როდესაც სასამართლოს, კი, მაგრამ ზუსტად მაგი იყო ჩემი მიზანი რეალურად, რომ ეს სასამართლო კორპუსი მეტნაკლებად შემენარჩუნებინა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩვენს მოსამართლეებს აქვთ კომპეტენცია და შესაბამისად შედეგიც დადეს. პროკურატურიდან, იუსტიციის სამინისტროდან, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პირდაპირ. პოლიტიკური გავლენებით იმართებოდა. მე ხა კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით როგორ იმართებოდა. რეალურად თუ რაიმე არ მოეწოდებოდა პროკურატურას, პარლამენტს შეეძლო მიეღო ზუსტად ისეთი კანონი, რომელიც მოერგებოდა და არ იყო საჭირო რომ სათითაოდ მოსამართლებთან ერბინათ. აქედან გამოდიდარე ხდებოდა ტოტალური მართვა კანონებით. იყო ნულოვანი ტოლერანტობა. სამხარეო სამართალშიც ისეთი კანონი მიიღოს, რომ მაგალითად დავსაქმებელი სუპერატესობა ქონდა დასაქმებთან. ადამიანის გამართლების საშუალებას ხომ იძლევა ნულოვანი ტოლერანტობის იცით 95% სისხლის სამართლის საქმეების როცა საპროცესო შესახებებით თავდებოდა აღარ არის ლაპარაკი უკვე. კარგით, ბატონ ლევან, ნახეთ თქვენ თქვით რომ არ იცნობდით და გვარწმუნებდით ახლა მაშინ შეიძლება ესაც იყოს არც ერთ ლიდერს ხელისუფლებაში. იცნობთ მოქმედ ლიდერს. ბიზნესმენში თქვენ შევხვდით. კი, შევხვდი ერთხელ. და თანაც თქვენ მოგცათ ესეთი ტიპის რაღაცა ინდულგენცია წინასწარი გასცაძველი. და რა თქვა მაშინ ჩვენ შეხვედრაზე რა დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაში ის თანამონაწილედ გამოგასახადას და როგორც ჩანს მიყვართ კითხვები. თქვენ ინგლისელი მოსამართლეებისთვის გიკითხავთ რაღაცეების სხვა кейსებს ეცნობითაში, მას რა კითხეთ რო შეხვდით, ან მან რა კითხათ? ანუ რა მოხდა იქ ისეთი, რამაც თქვენ გარანტირებულად მოგცათ უვადო პოზიცია? მე არაფერი არ მიკითხავს, მე გეტყვით რა მოხდა, რომ იყო საუბარი იმაზე, რაც იქ თქვა გარეთ პრესკონფერენციაზე, რეალურად რომ სასამართლო უნდა განთავისუფლებულიყო და თქვენ რა მოუყევით მას? რომ ამის შემდეგაც თქვა რომ თქვენ მსხვერპლი იყავით. მე არაფერ ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად სასამართლოს და არა ჩემს პირად. თუმცა ის ძალიან აღფრთოვანებული იყო თქვენით. აი რა ბიძინა ივანიშვილმა რა თქვა ამ შეხვედრის შემდეგ ლევან მურუსიძეზე, მინდა ხაზი გაუსვა რომ ლევანი გახლავთ დემოკრატიული წესით არჩეული იუსტიციის საბჭოს დივანი, აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდაში ხანგრძლივი საუბრის შემდგომ რომ განწყობილია ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაზე იფიქროს, იზრუნოს, ამას იღებს საკუთარ თავზე და ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. ქართული ოცნებაც პოლიციის განცხადებაში წერს, რომ იმიტომ ერჩიან ამ ხალხს, რომ ნაციონალური მოძრაობის გავლენების ქვეშ აღარ არიანო. რითაც მათ თქვეს, რომ თქვენ იყავით როგორც მოსამართლე ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ. თქვენ არასოდეს ოცნების ლიდერებთან არ შედიხართ პოლემიკაში, მაგრამ შედიხართ არასამთავრობოებთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან. მოსწონს ოცნებას ძირითადად მან. ანუ რაღაცებზე გაკრიტიკებენ წარსულის გამო. ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. ყველაფერი ხო შედეგი ვასრულებთ, უბრალოდ ერთი შესაძლებელი არ ვიკითხო. მაგათი ეხა ამ გამოთქმისთვის ძალიან გემრიელი უკმა ლევან მურუსიძე პირდაპირ ეთერში მასთან საუბარი უდაოდ. ჩვენი ქრონომეტრაჟი გვაქვს. აი ერთი შეკითხვა და მორჩა მეტი აღარა მაქვს შეკითხვა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შეხვდით. თქვენ მან იცოდა რომ თქვენ სანდრო გირგულიანის საქმის მოსამართლე იყავით, ან თუ ისაუბრეთ საერთოდ ამ საქმესთან დაკავშირებით? არა, კონკრეტულ საქმეზე არ ვისაუბრებ. ვისაუბრეთ ზოგადად სასამართლო ხელისუფლება რა გზით უნდა წასულიყო. იცოდა თუ არა რომ იყავით? არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმ დროს მე არ ქონია სანდრო გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით საუბარი, მე ვიყავი არჩეული იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დივანი და ალბათ ამას განაპირობა რომ შემხვდა რეალურად საუბრობდით ზოგადად სასამართლო რა გზით უნდა განვითარებულიყო და რაზეც ვისაუბრეთ ფაქტიურად სასამართლო მიაღწია ძალიან დიდ შედეგებს. არ უკითხავს
არაფერი. სანდრო გირგულიანის საქმესთან სანდრო გირგულიანის ხსენება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ ყოფილი იყო საუბარი იმაზე, რომ თქვა ზოგადად სასამართლო სისტემაზე, ხელფასების მომატებაზე იყო საუბარი მოსამართლეებისთვის და იყო იმ ტენდენციას როგორ და გახდა სასამართლო სისტემაზე იყო საუბარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი რომ იყავით. ალბათ კიდევ 1-2 საათი სიამოვნებით წავიყვანთ. მე ძალიან უცხოხარ რომ ჩვენ მოახერხეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ რა დიდი ცვლილებები გაკეთდა სასამართლო სისტემაში. სხვა დროს ვისაუბროთ. ალბათ გააკეთეთ მართლა, ამიტომაც უყვარხართ მოსამართლეებს და მათ ლიდერად მიგიჩნევენ, მინდა რომ თუ ამით დაკმაყოფილდებით. დიდი მადლობა. სხვა დროს ვისაუბროთ, მე სიამოვნებით მოგიწევთ და ალბათ ნებისმიერი ჩემი კოლეგა პირდაპირ ეთერში ამ თემებზე სასაუბროთ, რაც შეეხება სასამართლოს რეფორმებს და მოდი ასე დავყოთ პირობითად 2012 წლამდე დღეს ვისაუბრეთ და 2013-დან შემდგომი გადაცემის საზოგადოებისთვის თემა მეგობრებო უფრო საინტერესო იქნება რა დიდი ცვლილებები გაკეთდა ვისაუბროთ ამაზე. მადლობა. ინფორმაცია რაც თქვენთვის მისაღები იქნება. მადლობა. ერთი რამ მინდოდა რომ სანამ დავასრულებთ, მინდა ეს დაგიტოვოთ, ესე იგი ერთი ორგანიზაცია იფსოსი გაგიგიათ თქვენ ალბათ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბოაცკო კოლევა ეს მართლა ისეთი ორგანიზაცია სერიოზული ეს იფსოსი არის სხვათა შორის ძალიან ისეთი ორგანიზაცია და აი ეს დაკვეთი ის მინდა დაგიტოვოთ და ოდესაც თუ გექნებათ სრული მაინც გადახედეთ ნდობაო ესეთია შედეგი მაგრამ ჩვენც გამოგიბეჭდავდეთ თქვენ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და გაგატანდით ისიც საინტერესო იქნებოდა შესაბამისად რა ცვლილები განხორციელდა სასამართლო სისტემაში და რა დონეზეა ეხლა სასამართლო სისტემა ამასთან დაკავშირებით მოგიწევთ ინფორმაცია რომელიც თქვენთვისაც ჩვენთვისაც იქნება მისაღები დიდი მადლობა ბატონ ლევან რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი ლევან მურუსიძეს უსმენდით საათი და ნახევარი და ზუსტად სასამართლოების თემა ლევან მურუსიძის და არ მხოლოდ ლევან მურუსიძის თემა იყო იმ განცხადების ერთ-ერთი მთავარი ხაზი ხერხემალი რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების ყველაზე გამორჩეულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერისგან ამ დღეებში ეს იყო პოეტი დავით მაღრაძე და რეკლამის შემდეგ კიდევ არ დააბრუნო არ დავაბრუნებ უბრალოდ რახან გვაჩუქეთ ეს უბრალოდ წავიკითხავ სასამართლოს ენდობა 55% სასამართლოს მიუკერძებლად მიიჩნევს 46% და სასამართლო რომ სამართლიანია ეს ასე გონია მხოლოდ 12% ასე რომ ძალიან დაბალი მაჩვენებლები ესაა მაყურებელი აი ევროკავშირის ქვეყნები არის დაჩვენები იქ რომელსაც გაცილებით დაბალი პროცენტია გდობა აი ამიტომ კარგად მინდა რომ წაიკითხოთ მადლობა თუ მოგიწევთ სტუდიაში მოგიწევთ აი აქვე ვდებთ შეთანხმებას მოგიწევთ ამ საკითხზეც 2013 შემდეგ რა საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის გმადლობთ ბატონ ლევან მურუსიძე და დავით მაღრაძე იქნება რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი სულ რამდენიმე წუთში დაგველოდეთ. მე ვიცავ ყველას ვიცავ სულ ყველას ვიცავ. შეკრება საქართველოს დასაცავად ივანიშვილისა და სააკაშვილისგან. მათ ვისაც მიაჩნია რომ საქართველოს თვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილის სააკაშვილის დაპირისპირებისაგან შემოგვიერთდით დაიცავი საქართველო მხარდამჭერებს ფილარმონიაში უხმობს. დავით მაღრაძე, პირველები 4 წამყვანი: ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ნინო შიშილაშვილი, ვახო სანაია. კვირის ბოლოს ტელეკომპანია პირველის ტოქ-შოუს წამყვანები ერთად ერთ სტუდიაში. მაშასე 13 აპრილს დავით მაღრაძე ფილარმონიაში ელოდება მხარდამჭერებს, ის აცხადებს, რომ დაიცავი საქართველო ცოცხლდება. პოეტი დავით მაღრაძე სტუდიაში. მადლობა დიდი ბატონო დათო, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საინტერესო პროცესებია და ძალიან საინტერესო იქნება ეხლა წინა ბლოკის შემდეგ თქვენი მოსმენა, იმიტომ რომ მე წეგან ვეუბნებოდი ჩემს კოლეგებს დაბძანდით თუ შეიძლება თავარი თემა რის გამოც თქვენ პირველი განცხადება გააკეთეთ და ძალიან მწვავე იყო ერთ-ერთი განცხადება რომელიც ნინო ჟიჟილაშვილის ეთერში მოვისმინეთ ეხებოდა სწორედ მოსამართლეებს. რა შეფასებას მისცემდით ეხლა წინა ბლოკში მოსმენილს განცხადებებს გაგონილს. საღამომშვიდობის მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ იმდენ ხანს გაგიგრძელდათ ბატონ მურუსიძესთან დიალოგი, რომ მე შემეშინდა, როგორც ივანიშვილი აღაფრთოვანა, რაც უფრო დრო გადის, შეიძლება თქვენ საფრთოვანებულიყავით და. ასეთი განცხადება. ასეთი პირი უჩანდა? არა, არ ვიცი, მე არ მესმოდა, მაგრამ აი რაც ესე იგი მოკლე ხანში შეიძლება ვერ ახერხებს, მაგრამ გრძელ ვადაში აღაფრთოვანებს ნებისმიერს თუ მოусმენთ. თქვენ ხომ არ იყავით თავის დროზე მისით აღფრთოვანებული? მე არ მქონია ჯერ ეს ბედნიერი, რომ დიდ ხანს მესმინა, დიდ ხანს ყოფილიყავი კონტაქტში. ესე ფრაგმენტულად უყურებ ხოლმე მოკლე ჩართვებით და ერთ რამეს
რა ვიცი, ვიტყოდი, რა ვიცი, ისე რომ სხვადასხვა წინა ხელისუფლებას წინა ხელისუფლებაც კი ხვდებოდა, რომ ეს ტროლები ღია ეთერებში არ უნდა გაეშვათ. საჯარო განცხადებები რომ ხალხს არ უნდა გაეკეთებინათ და ჟურნალისტებთან მჭიდრო კონტაქტში არ უნდა შესულიყვნენ ღია ეთერში ისინი ხვდებოდნენ. განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელთა ესთეტიკასაც ეთყობა აკმაყოფილებს ეს ხალხი. თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების დაშვებით დადიან ისინი ეთერებში და არიან ამ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაბმულები? მე ამას ვხედავ, ძალიან კარგად შემოგვესწავლა ეს ხალხი, თუმცა ამის მცდელობა არ ვქონია და არც ფსიქოლოგობაზე და არც მიგნებებზე არ მაქვს დიდი ამბიციები ამ ხრივ. ადამიანების ფსიქოლოგიის შემსწავლელი ლაბორატორია არ მაქვს, მაგრამ ხანდისხან ხდება ხოლმე რომ თავისთავად შემოგესწავლება ვინმე. აი, რადგან სასამართლოზე დაიწყო ჩვენი საუბარი, უბრალოდ აქვე ვიკითხავ, ან თქვენ მიგაჩნიათ რომ სასამართლო დღეს დამორჩილებული ყავს მმართველ გუნდს? კი არ ვფიქრობ, ვხედავ. ეს სასამართლო თავისუფალი არ არის, ხო, არ ემჩნევათ, არც მაშინ იყვნენ თავისუფალი, მუდამ მზად არიან რომ თავისუფლებაზე უარის თქვან. დარწმუნებული ვარ, არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული გონივრული როგორ იყო, გონივრული ეჭვი რომ ეს ხალხი მზად იყვნენ, რა თქმა უნდა, წასასვლელად, ვინაიდან რა გამოცდილებაც ჰქონდათ ხელისუფლებასთან ურთიერთობის, ალბათ ელოდნენ რომ არ გააჩერებდა ახალი ხელისუფლება და მზად იქნებოდნენ უეჭველად წასასვლელად. მაგრამ ეთყობა ძალიან ჰარმონიულად შეერწყა ახალ ხელისუფლების ზნეობრივ პრინციპებს, აი ეს სასამართლო, რომელიც წინა ხელისუფლების აღვირახსნილობას პირდაპირ სამართლებრივ ახსნას უძებნიდა. აი ეს ის ხალხია, რომლებიც რომელსაც ჩაებღაუჭა ქართული ოცნება და მისი ლიდერი. აი ამ ხალხს. და სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი ჩემი პროტესტის საფუძველი, მიზეზი, საბაბი, რა ვიცი, რომელიც ეპითეტის გნება. ცოტა ხნის წინ იყო არჩევნები საპრეზიდენტო, სადაც თქვენ იყავით ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდამჭერი და მათ გვერდით იყავით. დღეს თქვენ ამბობთ, რომ იწყებთ აახლებთ მოძრაობას ორივეს წინააღმდეგ, ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც. აი სულ რაღაც ამ ორ თვეში, ამ ორ-სამ თვეში თქვენ დაინახეთ ეს მთავარი პრობლემები, თუნდაც სასამართლო თემასთან დაკავშირებით? იცით რა არის? ანუ რა დაინახეთ ისეთი, რომ ორივეზე ერთდროულად ჩაიქნი, ძველზე ჩაქნეული ჰქონდათ ისედაც, მაგრამ აი მისი აქტიური მხარდამჭერი დღეს გამოდიხართ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. კი ბატონო, რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველ ტურზე მე აქტივობა ესეთი საჯარო არ გამომიხატავს. მაგრამ პირველი ტურის შედეგების შემდეგ ჩავერთე. ვინაიდან აქ რა ვიცი, თუ არის დრო, ვიტყვი უფრო. კი, არის, გვაქვს დრო, დიახ. საერთოდ არ შემაშფოთა იმ შედეგმა და მივხვდი რომ უკვე ქართული ოცნება აღარ შესწევდა ძალა დაემარცხებინა არჩევნებში აი ეს კანდიდატი ისე დამაჯერებელი გამარჯვებით ვერ იმარჯვებდა. რაღაცა თითქმის თანაბარი ხმების რაოდენობა დააგროვეს პირველ ტურში ორმა კანდიდატმა. ერთი რომ კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნდა ალტერნატიული კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, ბევრი რამის გამო და შეიძლება დღეს არ იყოს აქტუალური ამ ეთერისთვის. სხვა დროს შემიძლია უფრო ვრცლად ვისაუბრო თუ რატო. დიდი ხალისით ვერ ვსაუბრობ ამ თემაზე, მაგრამ არაუშავს, შევძლებ და ვისაუბრებ. მაგრამ რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, აქ გარდა იმისა, გარდა პიროვნული მომენტისა, იყო ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როდესაც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გავიდა ემიგრაცია საქართველოდან. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედიით სავსე გასულა საქართველოდან. სენტიმენტებმა იმძლავრა. არა, ნოსტალგია ძალიან დიდი იყო ამ ხალხმა ატარა, ძალიან ღირსეულად ატარა თან თავის ქვეყანა. ანუ თვად ოცნების გვერდით არ დამდგარ ხართ, ანუ პერსონალურად ზურაბიშვილის გვერდით. რაღაცა აი ისეთ ბოდიში რაღაცა კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი ლოგიკა იდო ამაში, რომ აი ეს მთელი ამ აწლეულების სენტიმენტით თუ გნებავთ ნოსტალგია, თუ გნებავთ აი იქ ნატარები საქართველოს, თან რის ფასად, როცა მოქალაქეობას არიღებდნენ. საფრანგეთის მოქალაქეობა, რომელიც გარკვეულ რაღაცა ელემენტარულ პირობებს მაინც შეუქმნიდა ყოფით სამ ადამიანებს, ჩვენ ემიგრაციას გულისხმობ. ბევრი მათგანი უარს ამბობდა მოქალაქეობაზე. და რჩებოდა სიმბოლურად საქართველოს მოქალაქედ.
მაგრამ რეალურად საფრანგეთის მოქალაქეობაზე ამბობდა უარს და ბევრ რაღაცაზე ამბობდა პატივზე თუ ხელშეწყობაზე და აი აქედან ამ ემიგრაციის საქართველოსთან რომ წამოსულიყო საქართველოს პრეზიდენტი ამაში ლოგიკა იდო. ამ ყველაფერმა შემიწყო მე ხელი რომ ბატონ დავით ის რომ პირველ კურსში ასეთი შედეგი აჩვენა რის შემდეგაც თქვენც როგორც თქვით ჩაერთეთ ხომ რაღაცებმა გამოიწვია ხომ ეს ყველაფერი ერთ მომენტს აღნიშნავ კიდევ თქვენის ნებართვით მაპატიეთ რა მომენტს ერთი ზარმი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვინაიდან ხელისუფლებამ ვერ გაიყვანა სახელისუფლებო კანდიდატი აი ეს იყო ჩემთვის კიდე გადამწყვეტი რამ რომ მე ჩავთვლილიყავ მეორე ტურში რომ ხალხს გაიყვანა რომ გამარჯვების შემთხვევაში ის არ იქნებოდა ვალდებული არც მართველ პარტიასთან და არც მართველი პარტიის ლიდერთან. ის იქნებოდა პირველ ყოვლისა ვალდებული საკუთარ ხალხთან. ეს თუ გამოიყენებს ძალიან გამეხარდება. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის შეცდომები, აი თუ გაქვთ ახლა ასე ჩამონათვალი, რომელმაც გამოიწვია ის რომ პირველი ტურის შემდეგ ვეღარ აჩვენა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება, რის შემდეგაც უკვე თქვენც რაღაცა ტიპის მეორე ტურის გამოკლებით პროტესტი უკვე ღიად გამოთქვით, ხო? მეორე ტური როგორც ჩავთვალოთ. ანუ რატომ დადგა ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაში? რატომ ჩაიყენა თავი? ну რა ვიცი ახლა ეს არჩევანია მე არ ვინატრებდი ადრე რომ ასეთი არჩევანი გაეკეთებინა ჩვენ ხელისუფლებას თუნდაც სამართლებრივ სივრცეში როგორც გააკეთა თუნდაც პოლიტიკურ სივრცეში და დღეს როცა პარლამენტში უკვე დიალოგი ისმის დეპუტაციას შორის რომ დღევანდელი ქართული ოცნების წამყვანი ბირთვი წამყვანი მოპასუხე ადამიანები არა იქ ზოგი ნაციონალური მოძრაობის დროს ზოგი მაგიდის ქვეშ იყო შიშით დამალული და ზოგი მაგიდაზე იდგა სადღეგრძელოებით ჭიქა აღმართული მაშინდელი ხელისუფლების სადღეგრძელო სათხმელად აი ეს არის სახე უკვე ზოგი მაგიდის ქვეშ ზოგი მაგიდის ქვემოთ ზოგი მაგიდის ზემოდან აი ეს არის ბირთვი ხო დღევანდელი პოლიტიკური ქართული ოცნების პოლიტიკური ბირთვი ეს არის თავარი მოპაექე თქვენ შორეული არ ქართლოცნებისთვის ეს არის არჩევანი და რატომ რამ განაპირობა ეს არჩევანი ეს რაღაცა გასაჭირის შედეგად დამდგარი არჩევანი სხვა ალტერნატივა არ იყო რაღაც შეგნებული არჩევანია რა დიაგნოზია თქვენ შეიძლება ეს მათთვის მისაღების სივრცეა მათი კომფორტულად შეიძლება გრძნობენ ის ხალხი. და რანაირად 2012-ში მოხდა ეს ცვლილება, ხო, რომ ის კომფორტული სივრცე არ იყო და ახლა როგორ აღმოჩნდა ეს კომფორტული, როდის მოხდა ეს კონვერტაცია? მე ჩვენ ხო გვიგრძნია სადღაც კარგად თავი, სადღაც სუდად, მაგრამ სადაც სუდად გვიგრძნია თავი, შეიძლება არ ვაგრძნობინოთ იმ ადამიანებს, რომ მათ გვერდით სუდად გვიგრძნობთ თავს, ელემენტარული აღზრდის. მეორთ აღარ მისულხათ. ხო, მეორთ აღარ მიხვალ, მაგრამ თუ შეატყვე რომ აი აქ სიამოვნებს ყოფნა, მე იმ ხალხის წრეს აფართოვებ, არა? და იმ ხალხს ავიწროვებ, ვისთანაც პერსონალური კონტაქტი ივანიშვილთან, ხომ ასე იყო? ასეთ შთაბეჭდილებას არა მხოლოდ ქონდა, მე მგონი გაცილებით უფრო ახლო კონტაქტი, ვიდრე ბევრს, ვინც ახლა შეიძლება თulis რომ კონტაქტი აქვს მასთან. დათომ ასეთი რამ თქვა, როდესაც ივანიშვილთან მეგობრობაზე დაუსიკითხა, რომ მე არ გავსულ ვარ მასთან კონტაქტზე, მან თავადვე გამოთქვა სურვილი, რომ ჩემი მეგობარი გამხდარიყო. მე ფაქტებს აღნიშნე, უბრალოდ მე არ ვიცი ხა მე რა ქონა გულში რა ფიქრი ქონა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო ჩემი ინიციატივით არ გამიწვნია ბატონი ივანიშვილი ეს ცხადზე უცხადეს. შემდეგ გქონდათ ეს კონტაქტი, აი სად გაწყდა, როცა მიხვდით რომ ისეთი ტიპის სისტემას არ ქმნის, როგორიც თქვენ მოგწონთ, ისეთი ტიპის ქვეყანას არაში. იყო მე ადრეს აღნიშნე, იყო ჩემი უკმაყოფილებები გამომითქვამს, საგდრისთან დაკავშირებით დაიწყო უფრო ალბათ. კიდევ რა ვიცი ხა ყველა დეტალს არ ჩავწვდები იყო ეს ყველაფერი მაგრამ არ იყო ისეთი წყალგამყოფი რომელიც თქვათ აი ასეთ პროტესტს გამომახატილებდა ეს გადაწყვიტა უკვე სამართლებრივი სივრცე როცა გაიბზარა საქართველოში თავიდან უფრო ყველა ელოდა კოჰაბიტაციაში გემოჩაატანა ქართულმა ოცნებამ ეს არ იყო უკვე იძულების კოჰაბიტაცია არ არის ესე შეიძლება იყოს სურვილი კოაბიტაციის და ესეც მესმის რომ თქვა ჩვენისთან ემოციურ ქვეყანაში შეიძლება იფიქრეს რომ ეს რაღაცა შეიძლება სხვა ქარტეხილებში გადაიზარდოს და მოდი მოვთხოვოთ რომ რაღაცა ელემენტარული წესი დაიცვან ამ ადამიანებმა პოლიტიკური თამაშის წესი თანაცხოვრების კულტურის წესი და ეს მოთხოვნა იყო მაგრამ ესე ჰარმონიულად თუ შეერწყმებოდა ნაცმოძრაობის მეორე ეშელონს
ოცნების პარტია მე არ მეგონა უბრალოდ არ ველოდია. აი როგორი შეკითხვა მაქვს თქვენთან ახ კოაბიტაცია ახსენეთ და კარგია ზუსტად ჩემი შეკითხვის არსში ჯდება. ის რომ თქვენ სააკაშვილთან როდესმე ითანამშრომლობთ მომავალში არის გამორიცხული. მე ასე ვფიქრობ. თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით, თქვენ თქვით რომ ივანიშვილისა და სააკაშვილისგან არის დასაცავი. ივანიშვილში დარჩა ეს რესურსი? აი კოაბიტაცია რადგან თქვით, მოდი აი მე ჩამოვიცილებ ახლა ამ ხალხს და დაუბრუნდები იმათ, ვისთანაც ერთად უნდა ვყოფილიყავი და მეკეთებინა საქმე. აი ამ პოზიციის შემთხვევაში ხედავთ თუ არა რომ ივანიშვილთან რაიმე რესურსი დარჩა თქვენი თანამშრომლობის. მოდი ჯერ ვიტყვი რა ვთქვი მე სააკაშვილის დაპირისპირება და უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ხვალინდელი დღე. აი ესე ვთქვი, ორპოლისიანი სისტემა, რომელიც ჩამოიშალა საგნობრივი კამათისაგან. იქ საინტერესო აღარაფერია ამ დაპირისპირებაში, ვინაიდან ეს აღარანაირად არ არის ღირებულებაზე დამყარებული კამათი, რომელიც თქვა 2012 წელს იყო რეპრესიული მანქანა მუშაობდა, სრულიად ერთი კაცის აღვირახსნილობაში სამსახურში იდგა სახელმწიფო რესურსი. და ასევე ეს ხალხი, რომლებიც სამართლებრივ სივრცეში აქცევდა მის აღვირახსნილობას, ცდილობდა ყოველ შემთხვევაში, რომ სამართლებრივი ახსნა მოენახათ. აი ამ ყველაფერმა და შემდეგ უკვე ამ ხალხზე დაყრდნობა, ამ ხალხის გამოყენებამ და ამ ხალხთან შერწყმამ, ჰარმონიულმა სხვათა შორის და აღფრთოვანებულმა და არაერთხელ აღინიშნა როგორ აღფრთოვანებას იწვევენ ეს ადამიანები, ვთქვათ, პირდაპირ ლიდერის წარმოსახვაში, ლიდერის სულიერებაში, არა? ქართული ოცნების ლიდერის გულს. ამდენად ეხლა მე ტოლობის ნიშანი მოქალაქე ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არ დამისვამს, იმიტომ რომ იმაჩნია რომ ივანიშვილს აქვს თავისი ძალიან ისეთი მკაფიო დამსახურებები თავის ქვეყნის წინაშე, წარსულისა თუ აწყოს წინაშე. მაგრამ ეხლა რაც შეეხება მართვას უკვე და დღევანდელ მართვის სტილს და მართვაშია ტოლობა? არა, მართვაში უკვე აღარც ტოლობა და აღარც უტოლობა. მართვაში აზრი დაკარგა. რესურსი მასთან ურთიერთობის თანამშრომლობის პოლიტიკური პარტნიორობის რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? წინ არის საპარლამენტო არჩევნები, სადაც აპირებს თქვენი მოძრაობა თავისი სიტყვა თქვას, ხო? კი. ივანიშვილთან რაიმე სახის პარტნიორობას და ურთიერთობას განიხილავთ? არა, ივანიშვილს აქვს უკვე ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან. მე მათთან ურთიერთობას არ ვაპირებ პოლიტიკურ. თვითონ რომ წამოვიდეს ამ შეთავაზებით თქვენსკენ ბატონო დათო, რატომ გეკითხებით? თქვენ ალბათ მოსმენილი გექნებათ ასეთი ვერსიაც, რომ დაიცავი საქართველოს, ეკა ბესელიას ჯგუფიც, რომელიც წამოვიდა უმრავლესობიდან, რეალურად შესაძლებელია იყოს თვითონ ივანიშვილის სატელიტი ოპოზიცია. ალბათ ჩემგან არ გესმის. არა, მომწდენია ეს ამ სახით უმრავლესობა, რომელიც არის საპარლამენტო არჩევნებს, მე არ ვიცი მას რა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს და შესაძლოა თავად ჩაიხსნას ეს უმრავლესობა ივანიშვილმა და აქცენტი გააკეთოს სხვა რაღაცაზე, სხვას დაეღნოს და ეს სხვა ისევ თქვენ ხომ არ აღმოჩნდებით, თქო ეს არის შინაარსი. იცით რა არის, მე გულწრფელად გეტყვით, რომ მე არ მინახავს ივანიშვილი ძალიან დიდი ხანია და რაც მეორე ტურში ვთქვი და შევდექი ფიცარნაგზე ამა თუ იმ ქალაქში ამ სცენაზე და ვთქვი, რომ მე ყოველგვარ შეხვედრებს არ ვაპირებ ხელისუფლებასთან. მე ხალხს რასაც ვეუბნები იმ პირობას არავის არ ვარღვევ. ყოველგვარულად მე არავის არ შევხვდები. საჯარო სივრცეში კი ბატონო, ხალხის თვალწინ. ხალხის გარეშე არა. ჩვენი ხალხის გარეშე არა. ამდენად არ ვიცი ახლა ჩანაფიქრში ვის რა აქვს, მაგრამ ერთი რა არის იცი, აი ქალბატონ ინგას მინდა უპასუხო. მომწვდა მეც ეს ხმები, რომ თქვა ის ხო არ არის, რომ ქართველებს ხო აქვს საერთოდ რაღაცა ნაწილს აქვს დიდი დაავადება, სულ ეჭვით უყურებენ ყველაფერს. საფუძველიც აქვს და ესეც არის, რომ აი ახლა ეს ამაშიც უნდა სხვამ თუ ვერ დაინახა ეს გაჩვენე. სარეზერვო ჯგუფი ხომ არ არის, ხო? ხო, იმიტომ რომ ახლა ყველა რაღაცნაირი ნაწილი არის ეგეთი ჩვენი საზოგადოების, რომ გამორჩეულად ხვდებიან ყველაფერს. სხვაზე ადრე და სხვაზე უფრო ღრმად ხედავენ. მათი უნდა გული დავწყვიტონ. იმიტომ რომ არანაირი ესეთი მოლაპარაკება არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ამას მე კადრება უნდა. მაგრამ შეიძლება თუ არა იყოს ასეთი აი მე შეხვევით არ მithქვამს. სააკაშვილთან თქვენ არასოდეს არც საჯარო სივრცეში და არც მოლაპარაკების მაგიდასთან არ აპირებთ რომ მიხვიდეთ. ამიტომ ვიკითხე ივანიშვილთან არა, ამ თემებზე აღარ ვაპირებ არავისთან მოლაპარაკებას. ახლა მე ვამბობ, რომ ახლა მოქალაქე ივანიშვილს არ ვაყენებ მე იმათ. აი ნახეთ რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ ყველა ვნახეთ მეორე ტურის წინ ბიზნესმენშვილის მიმართვა.
რომელიც იყო აბსოლუტურად სხვა კატეგორიაში, სხვა ინტონაციით, სხვა გამომეტყველებით, ცოტა თვალსაცრემლით. თხოვნით, რომ მოდით დამიჭირეთ ბოლოჯერ კიდევ ერთხელ მხარი, რომ გაჩვენოთ, რომ რაც და მოვიყვან მურუსიძეს სასამართლოში უვადოთ. აი, კიდევ ერთხელ რომ ასეთი თვალსრემლიანი ნახოთ თქვენ ის, რომელიც გეტყვით, რომ მე თქვენ გვერდში დაგიდგებით, აღარ მინდა ეს ხალხი ვიყოფილან ესენი, ვინ არის ეს მურუსიძე, შემეშალა, თქვენთან ვიქნები, ერთად ვიმუშაოთ. ქალბატონინო, ბატონი ივანიშვილის გამოსვლის გამო არ ჩავერთე მე მეორე ტურში, რაც გითხარით, იმის გამო ჩავერთე. არანაირი პათეტიკა და სენტიმენტი აღარ მოქმედებს ხოლმე, როდესაც უკვე არჩევანს მე ვაკეთებ, ჩემ არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გავაკეთე. მე რასაც ვცდილობ, რომ ვემემკვიდრო სულიერად იმ ღირებულებებს თუ ასწდება ადამიანი, ეს ჩემ ბრალი აღარ არის, მე იმას ვეღარ გავყვები იქ. იმიტომ ეს მთელი ცხოვრებით ვემემკვიდრე მე იმ ღირებულებებს, იმ ადამიანების მრწამს, იმ ადამიანების ესთეტიკას, იმ ადამიანების აზროვნების კატეგორიას. ბატონო დათო, 13-ში ვის ელით ფილარმონიაში. უკვე გაარკვიეთ იმ პირთა წრე, ვინც იქნებიან თქვენს გვერდით. როგორც ლიდერები ამ მოძრაობის, როგორც აქტიური სპიკერები და ოდნავ მოგვიანებით იქნებ იმაზეც მიპასუხოთ ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე ჩვენი ინფორმაციით, ვატო შაქარიშვილის და ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ კოკა გუნცაძე და კიდევ სხვები აპირებენ შემოერთებას. შეგიძლიათ ახლა მითხრათ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც თქვენ ელით ფილარმონიაში. ერთ დავასრულებ რა, ერთ წინადადებით დავასრულებ და გადმოვალ იმ წუთში თქვენი კითხვის პასუხად. საერთოდ ამას წინ ვთქვი და მინდა რომ გავიმეორო რა, ვისაც ეჭვი ებადება რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია, ეს ყველაფერი სადღაც დათქმულია, ეს ყველაფერი შეთანხმებულია. საერთოდ ათეისტებს არ ჯერათ რომ საერთოდ ადამიანს შეუძლია სწამდეს ღმერთის. ათეისტებს გონიათ რომ ყველანი ვიტყუებით, დანარჩენი ვისაც გვინდა რომ გწამდეს. და ესეთი ადამიანი რა. აი ბატონ დავით, ჩვენ კი არ გვითხოვს თქვენთვის არავის მაგას რომ აკადრებთ რომ მე თქვენ არ მეგულისხმიხარ, მაგრამ ხო არიან ესეთი ადამიანები. მოცემულობა რომ დადგეს ასეთი. ხალბატონ მაგას სწორი მითხრა, მე მანამდეც მომისმენი ასეთი რა. მოცემულობა რომ დადგეს ასეთი რომ ასე მოხდეს, მხოლოდ ეს ვიკითხეთ ჩვენ, რომ თქვენ შეიძლება სულ არ ფიქრობთ, მაგრამ ის ფიქრობს. იცით რა არის? შეიძლება თქვენთან მოვიდეს პლატფორმა მისთვის აღმოჩნდეს ამ მომენტისთვის გამოსავალი. ყველაზე ამის რესურსი თუ არსებობს მომავალში დანარმა ეს ვიკითხეთ. მე ვფიქრობ ასე. რომ ჩვენ როგორც შევძლებთ და ალბათ შევძლებთ საზოგადოებრივ მოძრაობას გავაცოცხლებთ, დაიცავი საქართველოს, რომლის ნათლიაც აი ამ სახელწოდების არის ას განსვენებული ბატონი ჭაბო ამირეჯიბი, რომელიც საამაყოა ჩემთვის პირადად და მგონია რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაკავშირებულია ამ ორგანიზაციასთან. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის შიდა საორგანიზაციო შეკრება, მე ვიწვევ ფართო საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას. ეს მიიღეთ ეს საზოგადოების სათაური როგორც იდეა საქართველოს დაიცავი საქართველოს იდეა და არა როგორც ჩაკეტილი ორგანიზაცია, რომლის გაწევრიანების შემთხვევაში ხარ ამის წევრი და რომელსაც ოფიციალურად თუ არ შევამხანაგდი არა. ვინც აპირებს სამართლიანობისათვის ბრძოლას, ყველა ამ საზოგადოების წევრად შეუძლია ყველას ჩათვალოს თავის თავი. რა თქმა უნდა, ძალიან ხას უსამრო, ძალიან მნიშვნელობა აქვს, მეტად მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რომ მემკვიდრეობითობას აქვს ჩემთვის ძალიან დიდი ფასი. ამ საზოგადოებას აქვს ბიოგრაფია, დაიცავი საქართველოს. ეს საზოგადოება არ იყო ის საზოგადოება, რომელიც თავის განცხადებებით იფარგლებოდა მხოლოდ ღია ეთერებში და ან საელჩოებთან თვეობით ელოდებოდა, როდის მიიღებდნენ, რომ თავის განცხადება გადაეცა. ამ საზოგადოებას აქვს გახეთხილი თავები, დამტრეული ძვლები, ამ საზოგადოებას ყავს ჭირის უფლები, აი ესეთი ბიოგრაფია აქვს ამ საზოგადოებას. ამიტომ ეს არის ასპარეზი დღეს. მოვიდეს ახალი თაობა, რომელიც აიღებს ესტაფეტას, ეს საზოგადოება ესტაფეტის როლსაც შეასრულებს. მოვიდეს ძველებთან ერთად, რა თქმა უნდა, იმ ხალხთან ერთად, ვისაც გამოცდილება აქვს თავისუფლებისათვის ბრძოლის და რა თქმა უნდა ესტაფეტა ძალიან მნიშვნელოვანი აქვს. პოლიტიკაში აპირებთ, არ აპირებთ გადასვლას. აი ვის გვერდით დგომას აპირებთ? ვისი ხელშეწყობას? აი თქვენი მოძრაობით ვისი გამარჯვებისთვის სტიმულის მიცემას, იმიტომ რომ თქვენ პალიტრის ეთერში გამარჯვება იწინასწარმეტყველეთ იმ გუნდის, ვის გვერდითაც დადგებით. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის ასპარეზი, საიდანაც შეიქმნება პოლიტიკური შემადგენელი. პოლიტიკური პარტია გნებავთ, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან დიდ პატივსაცემს მე ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, რომ ჩადგეს პოლიტიკური ორგანიზაციის რიგებში და იბრძოლოს სიმართლისათვის პარლამენტიდან. ჯერ საპარლამენტოდ არჩევნებში გაიმარჯვოს და შემდეგ უკვე პარლამენტში იბრძოლოს თავისუფლებისათვის, ღირსებისათვის და თავისუფალი საზოგადოებისათვის, თავისუფალი სივრცისათვის.
ჩვენი საზოგადოება რა თქმა უნდა ექნება ალბათ გავლენა პოლიტიკაზე, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში მე პირადად ჩემ თავზე ვთქვი რომ არ ვაპირებ ჩართვას, ანუ პარტიულ სამუშაოზე არ წავალ. მე დავრჩები საზოგადოებაში, მაგრამ როგორც შემეძლება ჩემ წვლილს შევიტან რომ იმ პარტიამ გაიმარჯვოს, მაგრამ იმ პარტიამ გაიმარჯვოს, ანუ პარტიად გადაკეთდება და იცავი საქართველო. არა, დარჩება საზოგადოებაც იქნება, პარტიაც იქნება. ბატონ დავით, წელიწად ვისაც მოუნდება დარჩება, ვისაც მოუნდება პარტიაში შევა. ორივე ერთი სახელით იქნება? ალბათ მე ესე ვფიქრო, ამ წუთაც ესე ვფიქრო, მაგრამ ესეთი დასნეულებულიც არა ვარ საკუთარი. უყურესობიდან გამოსული ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან ამიტომაც მე სურპრიზის საშუალებას. ბატონ დავით, წელიწად ნახევარი რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩამოყალიბება ისეთი პოლიტიკური ძალის, რომელიც რაიმე სახის უმრავლესობას აიღებს ან რაღაც ბირთვს შექმნის, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. იმიტომ რომ ძალიან რთულია ამის გაკეთება ელექტორალური თვალსაზრისით. არაფერი რთული არ არის, საერთოდ მე ესე მგონია. შესაძლოა მიიღოს რაღაც პროცენტი, შესაძლოა აღმოჩნდეს პარლამენტშიც, მაგრამ აი თქვენ თუ ფიქრობთ რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება პირიქით მოხდეს. მაგალითად, ხელისუფლება დარჩეს ამ სცენარის მიხედვით, იმიტომ რომ ოპოზიცია, რომლის მხარდაჭერა იზრდებოდა ყოველი არჩევნების შემდეგ, აი მას დააკლდა სულ რაღაც 150,000 ხმა, შესაძლოა 200,000 ხმა, რომლის მიღების შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდებოდა სხვანაირად და ეს იქნებოდა სერიოზული დარტყმა ხელისუფლებისთვის მისი ცვლილების თვალსაზრისით. საპარლამენტო არჩევნებზე თუ კი თქვენ წაიღებთ აი ამ პროცენტს, რომელიც დააკლდება ოპოზიციისკენ აღარ გადავა, შესაძლოა მივიღოთ სცენარი, რომ ხელისუფლება არ იცვლება და ქართულმა ოცნებამ შემდეგ ისარგებლოს ამით და თქვენთან უფრო მეტი საერთო ექნება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან. მე მინდა ცვლილება უკეთესობის და არა უარესობის ცვლილება სულ არ მინდა, რაც იყო მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებზე. უარესობის ცვლილებას არ უჭერ მე მხარს. მე უჭერ მხარს უკეთესობის ცვლილებას. და რაც მოცემულობა არის, არ ამგონია რომ ოპოზიციის მხარდაჭერა კი არ იზრდებოდა, არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდებოდა და ეს უბრალოდ აირეკლა და გამოიხატა ოპოზიციის ხმებში. ხო, იქით გადავიდა. კი, იმიტომ რომ მე ადრეც ვთქვი რომ აი ძალიან ისეთი მძიმე შემთხვევაა რა საქართველოში, ერთმანეთის იმედით კი არა, რომელიმე პარტიის იმედით კი არ მიდის ადამიანი ხმის მისაცემად. ვიღაცის ჯინაზე აძლევს ხმას. ვიღაცის საწინააღმდეგო, ვიღაცის შესაკავებლად აძლევს ხმას. და არა ის რომ ეს ხალხი აიმედება. იქით ამ ხარეც ესე იყო ბევრი და აქეთ ამ ხარეცაც ბევრი ასე იყო. ზოგი ნაციონალების წინააღმდეგ აძლევდა ხმას ოცნების სასარგებლოდ და ოცნების საწინააღმდეგოდ აძლევდნენ ნაციონალების სასარგებლოდ. ერთი სიტყვით, მე ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, რეალური სივრცე ასეთია, რომ არავინ არ გამოირჩევა ისეთი რეიტინგით, რომ ნიშები შევსებული იყოს. საერთოდ გაურკვევლობაა რა. პოლიტიკური ნიშნით მე არ ამგონია, რომ რომელიმე ისეთი რეიტინგი აქვს, რომ ტყუილად ვიკრიბებით ჩვენ და დაიცავ საქართველოს. მაგრამ რაღაცა ტრადიცია მათი არჩევის არსებობს, ხო? აი რაღაცა ტრადიცია ერთი ბოლო წლების რა ტრადიცია? რა ისეთი ტრადიცია? 2 წელი, 8 წლიანი, 9 წლიანი რაღაცა ხო? აი ორ არჩევნებს ვერ უძლებს საქართველოში პარტია, ორ არჩევნებზე უკვე წურავს თავის თავს, ეს ხდება. ეს შეიძლება ძალიან ცუდიც არ არის. და ესეთი გერმანული პარტიული დისციპლინა საქართველოში ცოტა თქო ამ ხასიათში თუ ემოციაში არ მოერგვა. ცვლილება ყოველთვის კარგია, რა თქმა უნდა, ორი ვადა არის. ორი ვადა ეთქობა ორი ვადის მერე ამ ხალხს ცვლილების მოლოდინი უჩნდება, სიახლის მოლოდინი უჩნდება ჩვენ ხალხს, ჩვენ საზოგადოებას და ამას თქვენ დიდ ნაკლს ჩვენი ხალხის ვერ ხედავ. ხდება და მიწოდებაც უნდა გააჩინოთ ახალი მოძრაობის სახით. არა შევეცდებით რა თქმა უნდა, მაგრამ ნიშა რომ შევსებული იყოს არ გონია, შევსებული კი არა, აი ოდნავათაც არ არის. შევსებული კვლევებიც აჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან მაღალია ხოლმე პროცენტი ყოველთვის და ის ვისაც ეხლა განსაკუთრებით. ხო და ბევრია ვისაც არც ერთი უნდა და არც მეორე ასე. NDI-ის კვლევები რაც იყო 11% ჰქონა ოპოზიციას, 24 მგონია რა. ხო, ესე ზუსტად ეხლა ბოლო კვლევის მაგრამ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ყო ძალიან მაღალია. 24 კი ბატონო იყო სანამ ეს ძვრები წამოვიდოდა, ეხლა ალბათ მოიკლებს რა თქმა უნდა რა, ლოგიკა ამას მეუბნება რომ უნდა მოიკლოს რა თქმა უნდა. ანუ არ გვეუბნებით, სიურპრიზად იტოვებთ, ვის ვიხილავთ სცენაზე თქვენს გვერდით ან დარბაზში 13 აპრილს, როდესაც ოფიციალურად გამოაცხადებთ დაიცავი საქართველოს რეანიმაციას. კი ბატონო. დეპუტაციაზე მკითხეთ თქვენ.
რა თქმა უნდა მოვიწვევ ყველა იმ დეპუტატს რომელმაც მიატოვა და მოვიწვიეთ კიდეც უკვე არა მარტო ვთქვათ ის 4 ადამიანი ძალიან პატივსაცემი ჩემთვის ქალბატონი ბესელია ქალბატონი ლევან გოგიჩაიშვილი გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანდირაძე მე მოვიწვიე კობან არჩემაშვილი ბექანაცვლიშვილი სხვადასხვა დეპუტატებს ველაპარაკე ოცნებიდანაც მოვლენ დეპუტატები მე დარწმუნებული დაგიდასტურეს რომ მოვალ რა თქმა უნდა ვინ იქნება რა ნიშანი იქნება ოცნებიდან რომ ოცნებიდან დეპუტატი მოძრაობას შეუერთდება ან დაესწრება, რომლის მიზანი ოცნების სახში გაშვებაცაა, ეს ცოტა ალოგიკურია პოლიტიკურად. იცით რა არის ახლა არ ვიცი მე ვადებს ხარ დაუწესებ მე ადამიანებს არა ვინ როდის მიიღებს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანის თავისუფლებას ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილებას უმრავლესობიდან წამოსვლაზე ამას რა თქმა უნდა ამას გულისხმობ ანუ სავარაუდოდ ამ ფრაზებიდან გამომდინარე თუ ვინმეს ვიხილავთ ქართული ოცნებიდან დავარქვათ წამსვლელი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის რომ განაცხადონ და ლიდერსაც აღზნობინონ შეიძლება ზოგს ინტერესი აქვს მოვიდეს და ნახოს რომ ღირს ახლა ოცნების დატოვება და აქ მოსვლა თუ არ ის არ აღმოჩნდეს რომ ნაციონალური მოძრაობაც მოვიდეს იქ და თქვას რომ ჩვენს გვინდა თქვენთან ერთად დავიცვათ საქართველო მზად ხართ ასეთი სიურპრიზები არა არ ველოდები რა არ ველოდები მე სხვადასხვა იცით რა არის ახლა თქვენ რომ მითხარით რომ არ თანამშრომლობ ნაციონალურ არც ოცნებასთან არ თანამშრომლობ გინახავთ სადმე მე კულტურის სამინისტროსთან აი პროფესიულად რაც შეიძლება სადმე გინახავთ რომ მე თანამშრომლობს ან თუ გინახავთ რომ ჩემი წიგნი გამოცემული იყოს ბიუჯეტიდან ხო არ გინახავთ ესეც არა ვერ ნახავთ მარტო ერთი მიზეზის გამო რომ არ მომხდარა ასეთი რამე რა შეეხება გაჩეჩილაძეებს არცა და არც ერთ არც უცხოეთის არც ადგილობრივ აქციებში არ გსურთ თავად და იმიტომ არ აბსურს რა თქმა უნდა და ყოველთვის ის მაინც გითხარით ბატონ დავით ეს იქნება რაღაც ნაცნობი ძველი შემადგენლობა თუ ახალი რაღაც იდეების გენერაციის რაღაცა პერსპექტივა აი ამ არის მარადიული ღირებულებები მარადიული მე ყოველთვის ძალიან ფუნდამენტურად პატივს ვცემდი მარადიულ ღირებულებებს რომელიც არ ექვემდებარება მოდას მოდა შემოვა მაგრამ შეიძლება გაახმოვა კარგად ნაცნობმა ძველმა ან აი შეიძლება გაახმოვა ნუ სან კარგად ნაცნობმა ძველმა ან საერთოდ ახალმა რაღაც თაობამ აი მე ვფიქრობ რომ მე ერთ-ერთი განხმოვანებელი ამ საღამოს ვიქნები ამ ბოდიში საღამო არ არის 2 საათზეა დღისით დანარჩენი ვნახოთ ჯერ კიდე კონსულტაციებს გავდივარ მე ახალგაზრდებსაც ვხვდები გარდა იმისა რომ ძველთაობას ვხვდები და პატიჟებ ახალგაზრდებსაც ვხვდები მათ ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი, რომელთანაც გავმდიდრდი აი სულიერად ამ ურთიერთობაში და ძალიან მახარებს ეს. ძალიან საინტერესო სამყარო მოდის საქართველოში ჩვენი შემდგომი თაობის სახით. ლევან გაჩეჩილაძეზე იკითხა. გაჩეჩილაძეზე მკითხეს ხო. ბატონო აი გია იყო გაჩეჩილაძე ამასინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გამოხატა თავისი აზრი. რა თქმა უნდა, იცით რა არის? ჩვენ ყველა ერთად მოვდიოდით. ნაწილი აღარ არის დღეს პოლიტიკაში, ნაწილი დარჩა საზოგადოებაში, ნაწილი აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის არაფერი ამაში, გარდა სიკეთის აქ არაფერი არის. ერთმანეთის პატივისცემა არ უნდა დაიკარგოს. ეს სხვა არის, ვინ გააგრძელებს სხვა ესტაფეტას და პოლიტიკურ დროშას ვინ აიღებს, ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ ადამიანებს თავისი ბრძოლა და უფასო და მადლობა უთხრა იმ გაწეული ბრძოლისთვის, რომელიც მაძულებზე გადავიდა. ეს უბრალოდ ჩვენი მოვალეობა, ჩვენი აღზრდის, ჩვენი კულტურის და ჩვენი შეგნების მოვალეობა. დანარჩენს უკვე გაჩეჩილაძეების, მაღლაძეები იქნება, ბაგრატიონები თუ სიხარულიძეები. მე არც 1 კილოს არ ვწუნებ თავს ქართულის ბარს. ესე იქნება. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. მადლობა. სამეთში ვნახავთ დანარჩენს ფილარმონიაში რა როგორ ჩაიგო. ხო, საინტერესო იქნება მართლა იქ შეკრებილი საზოგადოების ხილვა. ანუ ეს ნიშნავს ავტომატურად ოცნებაზე გაბრაზებული ადამიანები. დეპუტაციის ნაწილი ისეთი ინტრიგა დაგვიტოვა ახლა ბატონმა დავით. ოთხშაბათს ემთხვევა თურმე ახლა ჩავიხედე, თუ არა უკაცრავად. შაბათი ყოფილა. კი ბატონო შაბათი. გადაწყვეტილი ვიფიქრე დაბება კი ბატონო ვიფიქრე რომ არიღამ დავაპატიჟებ. დიდი მადლობა. დღევანდელი ეთერით 3 დასრულებულია მომავალ შეხვედრებში შეხვედრამდე როგორც დიანა იტყვის ხოლმე ჩვენ. დავიშლებით ჩვენს გადაცემებში. 2 შაბათიდან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. ინგა გრიგოლია.
დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი,